გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მთავარი ადგილი, სადაც ჩვენი ეროვნულობის გამოხატვას ვახერხებდით ხოლმე, ხშირად იყო მწვანე მინდორი. ასევე ძალიან ხშირად ადამიანებს ამ ქვეყანაში ეს კლუბი და საქართველოს ნაკრები ხშირად იგივე ცნებას წარმოუდგენიათ ხოლმე და დღეს ყველაზე დიდი ქართული კლუბის დამოუკიდებლობის მოპოვების წლებზე ვისაუბრებთ, ვიხსენებთ 80-იანების ბოლო პერიოდის და 90-იანების თბილისის დინამოს. წარმოვიდგინეთ ჩვენ რომ 13 წლისა ვარ, ეს კიდე იმაზე იქ იყურება, იქ ვერ შედის იმაში დინამოზე. გავრბოდი რა ქვია იმას ქუჩაში და ვიძახოდი მეთქი ყიბიანი ვარ, შენგელია ვარ, გუცაევი ვარ. ემანუელაზე იყავით თუ რაზე? დანარჩენს რო უარია თქვა არ მოვდივარ ჩვენ. მერე თუ და შვილიშვილები მოიყვანოს დრესი გავა. მართლა გეუბნები რა ის ხო? ამაზე ჩვენთან საქართველოში თავს მოგაჭრიან მეთქა და ტელეფონი მიკრა და გააუშვი პირდაპირ რა. და კიდო კაი არ მოხდა რა. შოთი უკვე ტრადიციული ის არის ჩვენი. სტუმარიც აღარ ქვია მე მგონი. სტუმარ მასპინძელი. სტუმარ. ხო? აი ყველაზე კაი ეგ არის კი. კარგი. შოთთან ერთად დღეს თემურ კეცბაია მოვიდა ჩვენთან ქართული. დღეს სტუმარია ეს ჩემი. ასე გამოდის. სტუმარ მასპინძელი და სტუმარი. მადლობა პირველ რიგში და დღეს გვექნება ცოტა განსხვავებული ეპიზოდი, ანუ არ გვექნება ერთ კონკრეტულ სეზონზე საუბარი, იმიტომ რომ საკმაოდ წლიან პერიოდს ვეხებით, მაგრამ სამაგიეროდ გვექნება ბევრი კითხვა, რაც მე როგორც ახალგაზრდა ფანს უშემატკივარს ამ კლუბის მაინტერესებს და რაღაცნაირად თავისუფლად ვისაუბრებთ რა. მოდი იმით დავიწყოთ ალბათ. როგორი იყო თქვენი ბავშვობის დინამო რა, აი ორივეს პერსპექტივით, ჯერ თემურისგან მოვისმენდი, იმიტომ რომ მაინც პერიოდით ესე დაემთხო, რომ ჯერ შენ თამაშობდი და მე უკვე შოთი, ასაკშიც სხვაობაა. თან ეს ორივეს მოესწრო. ისეთ ფეხბურთელებთან აქ რა თამაშები? ხო, წარმოვიდგინე. ანუ ეხლა ხო ვიცოდი ეს ფაქტი რა, რომ აი თემურს ნათო. მე გადავხედე ვერდერთან 1987 წლის თამაშს. UEFA-ს დასის საკვალიფიკაციოს და ეხ ჩავიკითხა უბრალოდ აი რა შემადგენლობა იდგა ვერდერთან 1987 წელს. ოთარ გაბელია, გელა კეტაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, სოსო ჭედია, ახრიკ ცვეიბა, ზაზარევიშვილი, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, ქეცბაია, გიაგურული, რამაზ შენგელია. ნუ ყიფიანი არ არის და ყიფიანი დარასელია და რუსაევი რა, ან დანარჩენი თითქმის ის გუნდია. და ეგეთ ტიპებთან რო ნათამაშები გაქვს და ამ დროს რამდენი წლის ხარ? 19. 19 წლის, ხო? აი როგორი იყო ეს რა განცდა გქონდა საერთოდ დინამოში რომ მოხვდი? ნუ პრინციპში დინამოში რო გამომიძახეს დამაგვიანდა ჩამოსვლა, იმიტომ რომ ნუ სეზონი იწყებოდა და ჩვენ კიდე მე მაშინ სოხუმის დინამოში თამაშობდი. ხო და სოხუმის დინამოს მოგვიწია წასვლა ეთიოპიაში რა. რა? ხო, ნუ ეს ჩემი პირველი შეხება იყო საავგარეთ წასვლა რაღაცა. მაშინ ეთყობა რომ აი ეს ისა რა ქვია, საბჭოთა კავშირის რაღაც ის ჰქონდა რა ქვია, კავშირები ამ ეთიოპიასთან და ნუ ჯერ ჩავედით მოსკოვში რო ჩავედით გასაფრენ უკვე მზად ვიყავით გაფრენილიყო რა ქვია იმას თვითვინავი და ამ დროს აღმოჩნდა რომ ვაქცინაციები რო ქონდა გაკეთებული იმის საბუთი არ ქონდა რა. და ნუ გადაიდო რეისი 2 საათი აეროპორტში ვიჯექით სანამ ვიღაცა ჩვენზე იმას დადებდა რა ქვია იმას რომ აი მე ვარ პასუხისმგებელი რომ ამ ბიჭებს გაკეთებულია ვაქცინაციები და პროცესი საბუთი დაგჭა და ნუ ამ საბუთსაც მოვიტან თვალე და ნუ ყველაფერი კარგად იქნება და 2 საათის მერე გავფრენდით რა ნუ პირველი ამ დროს იყავით აცრილები თუ არა? კი კაცო გაკეთებული მქონდა პროცესი საბუთი დარჩა იმას რომ გაკეთებული გვაქვს რა ეს ვაქცინაცია ესე რომ ხო და რო ჩამოვედით ეხლა სახში მაშინ ხო არ იყო ეს ტელეფონი რაღაც ისინი რა ქვია იმას გამოაგზავნეს სახში ის რა ქვია დეპეშა ხო ნუ რა ვიცი რომ მატარებელი ადრე ჩამოდიოდა მაშინ რა ქვია მე დიღომში ჩამოვედი და ნუ დგევა რა იმ ბაზის გარეთ რაღაც 7 საათიდან და ნუ ნელ-ნელა იწყებენ ეს ფეხბურთელები და ისინი ეხლა მოსვლას და მე კიდე აქ დგევა დიდები ვოლგებით პატარები ივეები ჩანთებით და ნუ ეხლა მერიდება რომ ეხლა შევიდე რა ბაზარზე ხო და სანამ კახი ასათიანი არ მოვიდა ბაზარზე ნუ ეხლა გარეთ დგევარ და ჩამოწია და ვინახარო და მე ვთხარი თემური ვარ ქეცბაია გამოძახებული ვარ მეთქი რა და ხო და ნუ სად იყავიო კაცო ამდენი ხანი
უკვე ჩვენ დაწყებული იყო უკვე შეკრება ეთიოპიაში ვიყავით სოღომოს დინამო და ეხლა ჩამოვიდი ეგრევე ჩამოვიდი მეთქი თბილისში და ხო კაი შემოდიოდა ესე ვარ მოსული იყო ალბათ მთელი დღე ვიდგებოდი ხო ყველა ფეხბურთელის ოცნება იყო მასი საქართველოში ვინც კი ფეხბურთს თამაშობდა რომ თბილისის დინამოში მომხვედრილიყო რა ეხლა მე 19 წლის ვიყავი, ახლა მახსოვს ბავშვობაში თბილისის დინამოს თამაშს ვუყურებდი და მე გავრბოდი რა ქვია იმას ქუჩაში და ვიძახოდი მეთქი ყიბიანი ვარ, შენგელია ვარ, გუცაევი ვარ და ნუ აი ეს ფეხბურთელების სახელ და გვარებს რო აი პატარა რო ვიყავი რა და ეს ამხელა мотивация იყო ჩემთვის რომ აი თბილისის დინამოში გამომიძახეს 19 წლის და წარმოიდგინეთ ახლა 19 წლის გამომიძახეს პირველი შეკრება იყო და პირველი შეკრების მერე უკვე მიშვებდნენ გუნდიდან რა. ხო და ნოდარაკობია და შოთა ჭეიშვილი რო არ ყოფილიყო, ალბათ შეიძლება გავეშვით კიდევაც რა. ნუ პირველი შეკრების მერე რა თბილისში იყო პირველი შეკრება და მე ლესელიზეში მივდიოდი ხო. იანვარში ხო წლისასწრაფო. ხო და ნუ ანუ დავტოვოთ ამათ მოუთხეს დუბლის ტრენერები იყვნენ ეგენი. ხო, დუბლის ტრენერები მწვრთნელები იყვნენ და ნუ დავტოვოთ რა მივცედო კიდევ მეორე შანსიო და უკვე რო ჩავოდით ლესელიზეში უკვე ერთი კვირის მერე პირველი ოფიციალური თამაში იყო და ძირითად შემადგენლობაში ვიყავი რა. ერთი კვირაში რა. არა იქ ხო იცი როგორ არის გახსოვს მოყოლილი მაგ აიაქსში ერთი კვირა უბურთოდ დავრბოდი მეთქი. ეხლა ვიღაცა თუ არ გადმოგივარდა ბურთი რეკოშეტი და ამას არ შეიძლება არ მიეცათ ეხა ვიღაცა დაარგეს ხო ნუ ფიზიკურ მომზადება და რა იყო მაინც მინდო ბურთი არ ანახეს ხო არც კაც მოტყვება არც მარცხენათი დარტყმა არც მარჯვენათი არც დრიბლინგი ელება ისე გავიდეს 10 დღე რო არის ბარიერზე ნუხტუნა ყველა რა ხო და ტოლიკ ანდრეევისა იყო გახსოვს? ჩემზე რა მახსოვს რომ მივედით ბაზაზე დილით მოდიოდა ერთი კარატისტი რა. დინამოს ბაზაზე? კარატეს იმის ინსტრუქტორი იყო? არა, მაშინ ხო ალბათ ეგ ის პერიოდია რომ ხო იცით რაღაცა რომ მეზედმეტი ჭირდება ამ სპორტს, აი რაღაცა სპეციფიკა ჭირდება რა, ჯერ კიდე კარატე იყო, გიაგუძუკი და რაღაცა რომ კონდეს კარგი ბალანსი, კარგი გაწელვა, კარგი კოორდინაცია. კარატე პოპულარული კი იყო ისე. ფიქრობს რომ იქნებ ხოჭი ეს ამას აქ რაღაც ახალი ვარჯიშები ცალფეხზე რა. ეს კარატისტი რამდენი ხანი იყო? კარატის სანამ თბილისში ვიყავით, სანამ ლესელიზეში წავედით. ანა ვიღაცა არ გალახა. ყოველ დღე მოდიოდა რა, ყოველ დილით ქონდა. და დაგეხმარათ ეგ რა შეგზნება რა იყო? ნუ რა ვიცი ახლა აი ხო არის შენ ხო უყურე ტესტი თუ არ გაიკეთე ტესტი თუ არ გაიკეთე თუ არ ნახე რა ტესტით დაიწყე შენი დაუშვათ კოორდინაცია შენი ის შენი ეს რა მდგომარეობაში იყო რომ დაუშვათ 3 თვეში 6 თვეში 8 თვეში კეცმა იყო სწრაფი მაგალითად მაგრამ ალბათ სანამ ბოლოს არ გახდა 30 როდის ახვედი ნიუკაში რომელ წელს 29 წლის ვიყავი 29 წლის 10 წლის მერე 10 წლის მერე შერვა პირველად გაიკეთა ტესტი და უკვე ეს ასაკი უკვე ქვემოთ მოდის რომ შენ კი არ მოუმატებ უკვე გაკლდება ისა რა ასაკი წონაც გემატება და ისე მე რომ მაგალითად თამაშობდი დინამოში ვიყავი 72 კილო რო ამთავრებდი იმაში რა ქვია აზეთში ვიყავი 76 კილო 4 კილოთი მეტი ვიყავი რა და პრინციპში არც არავინ ეხა ესე ფიქრობდი რომ რა ვიცი ეხა ესე შეიძლება კუნთი მომემატა ვარაუდით იყო რა რომ კუნთი და ძვალი ალბათ რაღაცა ცოტა ხო იმ დროშთან 80-იანების ბოლოს როგორ უნდა გაგეზო მაგრამ პრინციპში იცი რა არის ეხლა ნუ მაშინ მე რო ეხლა ნიუკაში მოხდი 29 წლის ვიყავი და ჩვენ დროს მაშინ კომუნისტების დროს უკვე 29 წლის ფეხბურთელს უკვე ებლებოდნენ ნელ-ნელა უკვე ვეტერანი იყო ძალიან წარმოიდგინეთ ეხლა მე პრინციპში 21-დან 29-მდე ისეთ იმებში მომიწია თამაში დღევანდელ პირობებში ხო შეიძლება მე პირდაპირ 21 წლის მოხვედრილიყავი მაგას არ ვამბობ აბარა სხვა დონის გუნდში მე მომიწია ეხლა წარმოიდგინეთ კიპრის 3 წელიწადი აეკის 3 წელიწადი ეხლა შედარებით ეხლა სად პრემიერ ლიგა და სად ეს ქვეყნები გაიგე მაგრამ მაინც მქონდა ის ჟინი და ის ისა რომ აი მიზანი მქონდა რა კი იქ მოვხვდი მაგრამ ეხლა აქ საქართველოს პირველობიდან
წავედი უფრო უარეს ჩემპიონატში, სადაც ჩემპიონატი იყო არაპროფესიონალები რა. ხო, კიპროსის ჩემპიონატი მყავდა ისა ქვია თანაგუნდელები, რომლებიც მუშაობდნენ დილით და საღამოს ვარჯიშზე მოდიოდნენ რა. ეხლა არის პროფესიონალური და ეხლა არის უკვე ამ ხელა დონეზე არის კიპრის ფეხბურთი, თორემ მაშინ სად იყო? კი, ფეხბურთი უყვარდა, ხალხი დადიოდა, მაგრამ არა პროფესიონალური ჩემპიონატი. ხო, ანუ რამდენად რთული იყო მაშინ აქედან სადმე წასვლა, რომ დინამო, ის დინამო, ჩივა, ოთარა, სულაქველიძე, შენგელია, სვანაძე ეს წარმოიდგინე ხო ხტები ის არის რა ხო ოქროს თაობა კი არა თვითონ ოქრო როა უკვე ახლა წარმოიდგინე ისეთი ფეხბურთელებთან მომიწია თამაში არა თან უკვე კახიასათიანი წვრთნელი გუცაევი ერთ-ერთი ხო გუცაევი კარიერა დაამთავრა 80 გივინოდია თავარწელი მურთას ხურცილავაც იყო აქვე თავარწელი ყიფოა არა კახიასათიანი კახია თავარწელი კახიასათიანი მე იყო ზონენი ხო მე იყო ყიფიანი მე ერთი წელი ძოძუაშვილი 92 ესე არის მაშინ ხო ჩვენ მე გინოდია უკვე თქვენ ხო და ნუ პრინციპში ახლა ხო გეუბნები მაშინ ისეთი მორიდებული რაღაცა ამათან კი არ ტრიალებდით რა ქვია იმას ისინი რო იყვნენ სადმე ერთად ჩვენ რა შეიძლება ვიმალებოდით რა ქვია იმას კიტები თანაც ფეხბურთი საქართველოში იყო ბუმი იყო ახლა ყველა თამაში საბჭოთა პირველობის თამაშები რო ქონდა ყველა თამაში 60000 კაცი დადიოდა სტადიონზე აი ეგ რო ჩამოხვედით იქიდან ლესელიძედან მოემზადეთ ხო იქ რაღაც ამხანაგური თამაშები რაღაცა და დაიწყო სეზონი იმით რა ევროთასები ხო ვერდერამდე ხო მიხვედით რა ვერდერი იქნებოდა მაშინ ხო ჩემპიონატი იწყებოდა მარტში გაიგე და ევროთასები იყო აგვისტოში ხო და აი ჩემპიონატი როგორ დაიწყო მარტის აი ეგ ხო გახსოვს ალბათ რა ნუ სიმართლე გითხრათ არ იყო კაი დასაწყისი რა და ამიტომ იყო მე დინამო კიევი სპარტაკი შეიცვალა ისა ქვია მას ხელები გამოცვალეს ხო ნუ კახიასათიანი წავიდა გუნდიდან და მოიყვანეს ზონინი რა ანუ ახლა ზონინი ისე დროს მოიყვანეს უკვე ევროპული თამაშებიც იყო რა ვერდერმა ამ ჩვენი თამაშის წინ გამოაგდო სპარტაკი მოსკოვის სპარტაკი 6-2 მოუთუ რაღაც აი გადახია რა წააგო მოსკოვში 4-1 და იქ 6-2 მოიგო იმან ვერდერმა რა ეხოთან ის პერიოდია რომ დინამოს ძალიან უჭირს იმიტომ რომ 82-ის მერე 2000-ზე უთამაშიათ იცი როგორ უჭირს რომ ეკიპირება იქ რო ჩავიდნენ მაგ ხრივაც კი პრობლემაა ამბობდი სპორტული შედეგები ვერდერმა წაიყვანა რაღაც იმაში რა მაგათ საწყობში ეგენი რეკლამას აკეთებდნენ რაღაცა რეკლამას უკეთებდნენ ჯინსების ის იყო რა და ფაბრიკა და თვითონ იმ ფაბრიკაში წავიყვანეს რა მაისურები მოგცეს აი ვერდერ ბრემენი და თბილისის დინამო რაღაცა ნო რა და ეს გვაჩუკეს აქვე თეთრი პლაშები პუმა ხო პუმები იყო პლაშები ისეთი პლაშები აი თუ გახსოვს აქვე იმას რამაზა და ცხონები ხო რო გააცილეს მაგ პლაშები გააცილეს თეთრი პლაშები რო ეცვათ ხო და პლუს კიდე წაგვიყვანეს ფაბრიკაში და ნუ ძალიან ისეთ ფასებში გვაყიდიეს რაღაც ჯინსები დასაცმელი გაიგე ჯიგარი ხო არა ჯიგარი მაგარი თან მე კაი ურთიერთობა ქონდა და მე სულ გვიძახებდნენ ხოლმე რა ქვია მინი ფეხბურთის ტურნირებზე რა ქვია აქ ვითამაშეთ 1-1 და აღარ მახსოვს ოთარამ გამაზა კორღალიძემ ძალიან მაგარი მომენტები ჭედომაც გამაზა ერთი ძალიან მაგარი მაგ თამაშზე სტადიონზეც ვიყავ 1-0 ვიგებდით მე პირველ ტაიმში ორი მომენტი მქონდა ძალიან მაგარი მომენტი მქონდა ერთი თავით ერთი დავარტყე ზევით აცდა მაგრამ ნუ თვითონ ხა ვიცოდი რა რომ უკვე თამაშობდი ამ თამაშს გაიგე ძირითადში ვიყავი რა და წამოიდგინე ხა მთელი ღამე არ მეძინა შენებიც ალბათ მე კიდე რა ქვია სანამ თამაშის დღე მოვიდო და ნუ ვერ ჩერდებოდი რა ეხლა დინამო ხო кайხანი მე-7-ზე არასდროს არ იყო მე-7 ადგილზე ქვემოთ გასული და მაშინ გავიდნენ მე 14-ზე კიდე გავარდნენ თუ რაღაცა ევროტურნირებზე ამ ხალხ პაუზის მერე რომ დაბრუნდა კიდე უფრო მნიშვნელოვანი იყო რომ მან 3-0 მოუგეთ სახში სოფიამში აგდო მაგარი სოფიის ლოკომოტივი მე ვიქტორია ბუქარესტი ეს ორი გაიარეს და უკვე მე ვერდერი შეხვდათ ვერდერთანაც ერთი გოლი ერთმა გოლმა გააძლიერა პრინციპში
თორე გასვლაზე გატანილი გოლით გახვიდე. საერთოდ ვერდერთან კაი თამაში იყო თბილისში. იქაც რო ჩავედით ხო, მოგებული კონდათ იმასთან სპარტაკთან 6-2 და ძალიან ისე ცუდად დაიწყო ჩვენთვის ეგრევე გოლი შეგვიდეს და მე რამაზამ გაიტანა შენგელიამ გოლი და ნუ მე უკვე ერთი გოლი გინდოდათ და ორი მე უკვე ისეთი თამაში იყო ხო იცი იქით-აქით მომენტები ჩვენ კარიბთანაც იმათთანაც ქეცბა წარმოიდგინე უცებ ზის და ყვება და აქეთ იქ ჩივაძე უცებ ხა მეტი ვინ უნდა მოგწეს ხო პასი ამ ქვეყანაში მესხმა მეტრეველმა იფიანმა ჩივაძემ და ხურცილაო რა და უცებ იქ პირველი მე შევაგდე მეორე რამაზ შენგელიამშია და წინ რამაზამ გაატარა და მე მე დავარტყი და მე კარება იყო და რამაზ შენგელიამ დაამატა იქ სულაკველძემ წაართვა და იმას მიცა და მე ხო რაღაცას ყვები და უცებ ხო ხედავ რა რაღაცა ხო ვერ ხვდები რომ ისეთი ადამიანი გიზის წინ რომ აი უცებ ალექსანდრე მაკედონელზე რომ მოგიყვეს რა ვიღაცა და დავიტანმაშენებელზე და რეკლამეფე შემოვიდა ქვია და რაღაცა მითხრა ხო რაღაც გარდა იმისა რომ დიდი ფეხბურთელები იყვნენ ზოგადად რა და ძალიან დიდი წარმატება აქვს მოტანილი ქართული ფეხბურთის დინამოსთვის ისიც ხო არაა კიდე რომ აი ბოლო პერიოდში მაგაზე მაქვს ხოლმე სულ ის ჩემი პრობლემაა ერთგვარი რომ თითქოს ცოტა რაღაც მისტიკურობა დაკარგა ფეხბურთელმა გულშემატკივრის გადმოსახედიდან დღევანდელ რეალობაში. აი რას გულისხმობ? მე რო პატარა ვიყავი მაგალითად. თემურთან შეხვედრილი არ ვარ, მაგრამ შენ მოყოლილიც მაქვს არის გახსოვს, მაგრამ 10 წლის ვიყავი თუ რაღაცა ეგრე დაახლოებით და სპორტის სასახლესთან, შენ არ გახსოვდება და მე მახსოვს სპორტის სასახლესთან მე და მამა ჩემი შეხვდით. მე ფოტოლა და შე? ხო, და ხელი მოგვესალმეთ, რომ ხელი ჩამოგართვი რა. და მანქანაში ვეჩოჯეკით მამა ჩემი ეღავებოდა და ხა აღარ დაიბანო ეგ ხელი. იმიტომ რომ ესე ვიყავი ბედნიერი რომ თარველაძე ვნახე. კონდა ჩვენც ეკიპოზე და ხო და მაგას ვამბობ, ეხლა აღარ აქვს მე მგონი, იმიტომ რომ აი ეხლა არა ნახევარს მესიზე არ მაქვს ლაპარაკი, თქვათ. მაგრამ აი ძალიან ბევრ ფეხბურთელზე ინსტაგრამზე შეხვალ სიტყვაზე და აი იქვე ნახავ ტიპს რა და მაშინ ცოტა მისტიკურობა ქონდა ფეხბურთელს შეძენილი. ხო, მიუწვდომელი უფრო იყო რა. ხო, ვიდა თქო რომ კვარამ ხელი მომიწეროს და გამოგზავნოს მაისური მაგალითად. ჩემი შვილი მუშაობს მადრიდში. იმაში, UN-ში. და ქონდა თანამშრომლის ისა დაბადების დღე და არანორმალური Paris Saint-Germain-ის გულშემატკივარია. და შეგილიაო, რა ქვია, თხოვოთ, არა, ვიდეო და ეგეთი, უფრო რავშოთ მაისური. და აი მე უთხარი აქეთ ვისა აქ ეხა ყვარას ხელისმო რომ არ გავაგზავნო მაისური არ ვთხოვო უცებ ვიღაცას ხო და ვიპოვე რა მაისურიანი ყვარას ხელის მოწერილი Paris Saint-Germain-ის მაიკა რა რომ გაუგზავნო საჩუქრად თქო რა ანუ მისაწვდომიც ხო მაგას დავუწყებ დათოყიფიანის ერთი მაისური აქვს თელ საქართველოს არ ვიცი აი აქედან მინდა მომეცით რა აღირს და აქ გიორგის რა სახში ხა გიორგის ხო არ გამოვართ საშა ჩივაძეს გუცაევს ვიტალი დარასელიას მაიკა აქ თუ არა ოჯახს მიშა მესხს ვიცი რომ აქვთ ის მაისური და ნანახი მაგ მაგრამ ერთი ხო არ ორი არ აქვს რომ ერთი მაშინას ერთი მაისური იყო რა პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი ერთი მაისური თუ და გვეთამაშე ის კი არა რომ დღეს რომ შეიძლება სამი მაისური გამოიცვალო რა პირველი ტაიმს ერთი მაისური თამაში მეორე ტაიმს მეორე მაისური და მაშინ სულ ერთი მაისური იყო და აიაქსში რომ წავედი მახსოვს რომ ისე რა ქვია წელიწადში კიდევ 4 ექსტრა მაისური გექნებაო რომ მიცეო რა სხვას არა მაისურზე გამახსენდა მაშინ ხო იყო ის რა ქვია მას ადიდასი სამი ზოლი და ერთ ზოლს აწეპებდნენ რომ არა ხო არ გამოჩენილი იყო რომ ის იყო რა ქვია ადიდასი რო იყო რა ეკო კრუიფსაა გაკეთებული მე მგონი ე კრუიფს ბულის არ ძლევდნენ იმიტომ მაგრამ ამათ უფლება არ ქონდათ რომ ადიდასის ეთამაში წარმოიდგინა ეგ 80-იანი ითამაშა წარმოიდგინე და ფაქტიურად ყველა წავიდა მე სულაკველძე და შენგელია წავიდნენ შვედეთში თუ ფინეთში აღარ მახსოვს ზუსტად შვედეთში ჩივაძემ ფეხბურთს თავი დაანება გაბელიამას ხო მე მგონი სვანაძეც შვედეთში წავიდა ხო სამნი წავიდნენ კი სვანაძე ჩაი გოთარ გაბელია მე მგონი თავი დაანება და წამოვიდა ეს თაობა რა მე ანუ
რეო, შენ, ფანცულა, მამუკა, აფციაური, ახრიკა, ხო? ხო, გელაინალიშვილი, ცხადაძე, გიაგურული, არზიანი და 2 წელი ითამაშეთ საბჭოთა კავშირის პირველობა, მაგის მერე კიდე, ხო, 99 წელს. კი, 2 წელი და ნუ მერე უკვე ეს ბოლო გოლი შენ გაიტანე, არა? კი, თუ გოგიჩაჟ როგორ იყო თანმიმდევრობა, ანუ ბოლო თამაში, რომელიც თბილისის დინამომ ითამაშა საბჭოთა კავშირის პირველობაზე იყო, კიევის დინამოსთან 2-2 მორჩა. კეცბამ გაიტანა და კახი გოგიჩაჟიშვილმა. არა, კიევში იყო. კიევში იყო, გახსოვს კეც? მე მგონი კეცბამ გაიტანა, მაგრამ მახსოვს რომ გოგიჩაჟიშვილმა შეაგდო ჯერ და მე ნახე არ მახსოვდა ეგ, მაგრამ პირველი გოლები ვისთან გაქვს გატანილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გახსოვს? ტორპედო გურია 5-2 თუ რაღაცა მოვიგეთ. მე მგონი 2-0. შენ გაიტანე სულ ბოლო გოლი. მე 80 წუთზე გაგითანაბრებია. იქიდან შეაგდეს. გეხვეწები კიევის დინამოსის წაიკითხე. შემადგენლობა? პროტასოვი 11 ზავაროვი, პროტასოვი, ბელანოვი, ლუჟნი მარჯვენა ფლანგზე, იარემჩუკი, პროტასოვი, იარემჩუკი, სალენკო, ბალი, ზაიეცი, ლიტოვჩენკო, ბესონოვი. შეხედე. მაგარი გუნდია? აი შეტევა პროტასოვი ხო იყო? პროტასოვი და სალენკო წინ ხო? და ლობონოვსკი წნელი და. ესე იგი ბოლო გოლი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი გააცილა კეცბამ, ეგრე გამოვიდა. აი ეგ პერიოდი მინდა გაიხსენო. ფეხბურთის დამოუკიდებლობამ ხო ქვეყნის დამოუკიდებლობას გაასწრო. რეალურად ეგ ჯერ ფედერაცია გამოეყო, ფეხბურთი გავაკეთეთ და მე კეცბამ დაადო ბოლო ბეჭედი. და მიაჭედა კიევში. აი როგორ გახსოვთ ეგ დრო და ეგ პერიოდი რა ხდებოდა ფეხბურთში? ნუ რა ხდებოდა, ნუ სულ გამოსვლები და სულ ხალხი მოდიოდა ჩვენთან ბაზარზე და აი ნუ ითამაშებ, მაშინ კიდე საბჭოთა კავშირის პირველობის თამაშებს თამაშობდით, მე ერთი პერიოდი იყო რა გინდოდათ ვილნიუსში თუ სირცხვილი არ გინდოდათ ეგეთი კვირილები და ნუ ხოაზე ხარ, ნუ ხო ხალხი მოდიოდა კაცო რომ აი თამაშებ, ნუ ითამაშებ საბჭოთა კავშირის პირველობას. მე უკვე რო დამთავრდა ხო ეგ დავიწყეთ საქართველოს პირველობა პრინციპში რო დამთავრდა პირველი ჩემპიონატი მე იყო პატარა ისა გარდამავალი ხო? მეორე ჩემპიონატი რო იყო. მეორე ჩემპიონატი რო იყო რაღაც ნახევარი წელი იყო რაღაც. ეგ მე ვითამაშე ეგეც. ხო და მე მახსოვს რომ პირველი ჩემპიონატი რო დამთავრდა შემოთავაზება მქონდა რა ქვია იმას. მოსკო ტორპედო მოსკოვიდან და ჩასული ვიყავი კიდე მოსკოვში ჩავედი მოველაპარაკე ყველაფერზე ნუ რა ვიცი ბინა მანქანა ყველაფერი და ჩამოვედი ტრაპზე დამხვდნენ შენ ზად მიდიხარ ესეთი სიტუაცია არისო საქართველოს რაღაცა და ნუ კაროჩი მითხრეს რომ დარჩიო და მომავალ წელს გაგიშვებთო რა სავაგარეთო რა თողონ ხა იქ არ წახვიდეო. გამიშო იქ არ წახვიდეო და გამიშოს კიპრი, მეთქი სად არის კიპრი? სად არის კიპრი? ფეხბურთს თამაშობენ, არ თამაშობენ. და წავედით მე და ბოვა მაშინ, ბოვამ როგორც მწნელი, მეორე მწნელი იყო, იორდანესკუ იყო მაშინ მწნელი. იორდანესკუ კაინსელი იყო და ესე მოხდე კიპზე რა. მაგრამ მაინც რომ ხო იცი, გინდა რომ მაინც კაი დონის ფეხბურთი ითამაშდა, ყველანაირად რომ იმას ხა კიბზე რო ჩამოდიოდნენ უკვე იქ ამთავრებდნენ ფეხბურთის თამაშს რა. მაგრამ მქონდა მე ეს ისა რომ მეთქი აქედან კეცბას წარმოიდგინე, როცა ინტერნეტში თამაშობდა. ალბათ იყო თვითონ 16 წლის, ჩვენ სადღაც 12 წლის ვართ რა, უფრო პატარები. ჩვენ შეიძლება 13-ის ვარ და ეს არის არ ვიცი 17 წლის. ჯემალ ჩიმაკაძემ წაგვიყვანა მე და აჩი დინამოს გვერდზე აი სადაც ეხა პარკინგია იქ იყო ისა ხრეშის ნათამაშებია ხო გარევო ის ვეძახდით რა და საშინელი სტადიონია ანდო ერთიო ისო რა ეხა ერთი ბავშვები თამაშობენო მაგარი კაი თამაშიაო და წამოდიო განახებთო მე და აჩის გვეუბნება და თუ გამოიცნობთო რომელიაო ეს ორი ვიზეც გეუბნებითო ჩვენ არ გეტყვითო მე რომელიაო რა და თქვენო აი 11 კაციო გამოიცანითო თეთრი მაისურებით ესენი და იყო ხარჩილავა ამის გუნდელი ინტერნეტში ის აი მოდრიჩის ტიპის ფეხბურთელი იყო რა აი ძალიან გემრიელი ბურთან და ესეთი ხო ის ფეხზე იდგა ძალიან ჯანიანი. და უყურეთ რა ერთი 15-20 წუთი ვაკვირდებით და ჩვენ ისე გვინდოდა რომ აი არ შევხშლოდა რომ აი ჩვენს კარგი თვალი გვაქვს რა და როდის
ჯემალი როდის უყურებდა და როდის ცნობდა რა ფეხბურთელებს თქო რა და თამაშის მერე მოვიდა გამოვიცაინ სხვათა შორის რა ორივე ნუ ეხა ეს ისე გარბოდა და ისე უბაზუნებდა და ხარჩილა რა ერქვა ხარჩილავს კობა ხარჩილა კობა და იმასაც ნუ ეხა ეთყობოდა რა ცენტში მოტრიალდა ორჯერ გაიჩერა ბურთი არ გაიგ თავზე გადმოუგდო რაღაცა და მეორზეც უთხარით ეს არის და მე მოვიდა და მე წამოვედი ჩვენთან სახლში აი მათ გაიცანი ანუ ეგ იყო პირველი ხო რა ეს რაღაცა შეხება რა ისეთი ჩვენო ამას უთხრა ჯემალი რომ ესენიო მაგრები არიანო შენო ეხა დინამოში რო ითამაშებო და ძალიან მაგარი ფეხბურთელი და რაღაცა რო გახდები ვიცოდეო რომ ესენიცო დაგეწევიანო რა თქვენო ერთად უნდა ითამაშოდო ცოტა წარმოდიხე ჩვენ რო 13 წლისა ვარ ეს კიდე იმაზე იქ იყურება იქ ვერ შედის იმაში დინამოზე ეგ მაგის რაღაც ფურცლის უკანა გვერდის ნახვა ნუ ის არის რა ვანგახა რა და მე სანამ კეცპა წავიდო და კიდე რამდენი რამე მოასწრო რა დინამოში იცი რა მაინტერესებს აი ამ დროს 18 გუნდი ესე იგი ჩემპიონატთან გეოგრაფიაც ისეთ საკმაოდ მრავალფეროვანია დასავლეთი აღმოსავლეთ ყველა დასახლებას მეტნაკლებად რაღაც გუნდი ყავს ყალტუბოს ხაშურს ჩამჩირე ცხინვალი ყველგან აი სტადიონზე როგორი გარემო იყო როგორი ატმოსფერო იყო რომ თამაშობდით რა აი მე რაც მინახავს ესე ვთქვათ პირველ თამაშზე იქ დინამო კოლხეთი რო იყო გადაჭედილი აი ხო მაგ თამაში ნათამაშები გაქვს და ისე სხვაგან რა ხდებოდა დასწრება როგორი იყო საბჭოთა კავშირის პირველობას თამაშობდით რომ სადაც არ ჩავდიოდით ყველგან ხალხი გვესალმებოდა და პატივიცემა და პორმალები საქართველოს პირველობა დედის გინება და ნუ რა ვიცი ჩხუბი და ერთი ამბავი იყო რა თამაშები მაგრამ თამაშები შეიძლება ითქვას რომ აი ძლივს გადავრჩით რა აბა ხო ეგ მაინტერესებს რაღაცა ოზურგეთში რომ მიდიოდი მერცხალთან სათამაშოდ ის იყო უფრო იყო აი რომ იცი რომ უეჭველი სერიოზული ის არის რა ქვია ანუ გინება და სროლა და უბედურება და იყო ნუ ისეთი რა ისეთი ადგილები სადაც ნუ ეგრე მაგრად არ გაიწირებოდი რა და რატო იყო ეგ რომ რახან საუკეთესო გუნდი იყო და ჯობნიდა ქუთაისში ეგ გასაგებია ქუთაისი და დინამო ყოველთვის ლანჩხუთსაც ქონდა ეგეთი დამოკიდებულება ფოც ქონდა ეგეთი დამოკიდებულება არ ვიცი აი ხაშურსაც ქონდა სხვათა შორის და რატო ვერ ხვდება აი ხაშური არ იყო თბილისის დინამოს არასდროს ანუ ნუ არც ფოთშოლხეთი იყო თითქოს ეგრე კონკურენტ უნარიანი არასოდეს მაგრამ აი რაღაც ერთხელ იმას ხო გახსოვს რა ქვია ბაგრატა ჩადუნელი და ბიჭები თამაშობდნენ რა ხაშურში ვიდა ყაველამ გოლი შეაგდო წარმოიდგინე როგორ შეაგდო კუთხური ჩავაწოდეთ კუთხური დამცველს გამოჰქონდა ბურთი და გაარტყა მე რომ გამომქონდეს კეცმას რომ სახეში გავარტყა ეგრე გოლი არა და იქიდან მოუვიდა ყაველას აქ კუთხეში იდგა რა საიდა ის დაეცა იმიტომ რომ მეტრა ნახევრი და ისეთი მოხვდა სახეში ბურთი წარმოიდგინე და მოუვიდა ყაველამ გოლი შეაგდო რა და საჯმა ისეთი უკდეს იმას რა ქვია ლაინსმენს რო აფსაიტი იყო და ეს ძირს ეგდო ვისაც მოხდა ჩანდა როგორი საჭ რომ სველის გამივიდა ვერ დაინახე ამასთან არა ჩემამდე ორი ხაშურელი ეხება ბურთს რა აი ისე მახსოვს და რატომ მახსოვს ეს მომენტი გეტყვი ბოლოს ანუ ამან დაარტყა მე იმას მოხდა და ისე მოუვიდა ყაველას ისეთი ამბავი ატყდა რომ მე რა ჟორდანია ჩამოვიდა მინდორზე და კაი არ იყოს და ბაგრატა მახსოვს ჩადუნელი ეუბნება რომ კაიო ბიჭო უხერხულიაო რა ეგ კაი არ იყოსო ქუჩაში ხო არ დავაშობთო რა არ გახსოვს ეგ არის კაი კოჩი სად გადმოგიბრუნდა მაგ ხაშურში ხო აი ამ ხელა თუ ფეხი მენახოს მაგ ხელა დედა მომიგდოს რომ დავხედე კეცპას მე შემიკივილი თბილისში მოეძლა ისეთი ხარები მახსოვს წარ ისეთი რო დავხედე ეგ თამაშია რაც ახლა იხსენებდი ხო და ხევარ შეუგდეთ გოლი რა უცებ რა და ხოჭი ხო გეუნებოდი თო რა აზრი აქვს რა ეგეთ გოლის არ ჩათვლასო და აი მე ქუთაისში კინაღამ დაგხოცეს მაგარი გოლი შევაკდე ბოლო წუთზე კაჭავრო კისერზე გაიჩერა
გაგიჟდნენ და გაგიჟდნენ просто. აი გაგიჟდნენ. მოკლე ჩემპიონატი არის ეგ სეზონი. არ მახსოვს ეხლა რომელია, მაგრამ მაკრატელა გოლი შეუგდა, აი გვერდულად რა ბოლო წუთებში ერთ-ერთი იყო სასწაული გოლი იყო და მაგის მერე დრო გაყავდა კუთხეში გარბოდა კაჭო. აი იქ ერთი გადმოუგდა და კისერზე გაიჩერე, კისერზე. როგორ გამოასწარეთ მანქე. და მან 4 საათი თუ 3 საათი ვიჯექით იმაში, რა ქვია, გასახდელში. ვინ როგორ გადარჩა არ გვახსოვს პოლიციელები და რაღაც ყალტუბოს პოლიცია სამტრედიის ფოჩიც ეგეთი ამბავი ფოჩი რეზოს მოხდა ძალიან ცუდად თან რო არ ყოფილიყო აი ესეთი ჯანიანი და ბოქსიორი ალბათ არ ვიცი როგორ გადარჩებოდა აი არაზოს არ მახსოვს აი მაგალითად აი ესეთი ფანატიზმი არ მახსოვს იმაში რა ქვია არ მახსოვს ესეთი ისა ბათუმში არ მახსოვს აი ესეთი ზუგდიდშიც ძალიან ერთხელ იმას აქვია ბიგვავას იმის დროს ბრძოლის დროს ტყებომ იდაყვი მოარტყა რა ამაში რა და გამოაცვლევინეს თო ხალხმა გამოცვალეო თორე ან ამას შევჭამთო ან თელ დინამოს შევჭამთო გამოცვალეს მანქანაში ჩასვეს და ისა რა არა გაიყვანეთ რა სამეგროლოდან გაიყვანეთ არა მართლა გეუბნები რა ის ხო ისა ონი კი არა ონი რაშვაშია ხონი აი თუ ტექსი არ გველოდებოდა დედას გეუბნები მე რაგინო ხონი არის სამეგროლოსთან არის ტექსი ამ დროს დინამო ხო როგორ უყვარდა ეხა როგორ შეიძლება რომ ზუგდიდში თბილისის დინამო რო ჩასულიყო პორმარილის ანუ რაოდენობა და იმის სიგრძე რა ქვია მაგიდის სიგრძე ხო მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს დინამოც იმათი გუნდი იყო მაგრამ საბჭოთა კავშირი რო დაიშალა და საქართველოს ჩემპიონატი რო უკვე მეტოქეა ჩემ გაზეთზე დაჯექიო ხო გახსოვს ეგა ქუთაისში მე საშლელი კი არ მისვია ტრაქზე რა მოგივიდა დავტოვდება ფეხბურთი და მეც აი ხოლა გაგეშალა გაზეთი და რა გჭირსო ჩემ გაზეთზე დაჯექიო და გამოხედა რა საშლელი კი არ მაქვს ტრაქზე მორჩება ფეხბურთი და დაგიბრუნებო იარ წაიშლებაო რა მე საოცრებებს იძახდნენ თან რა რეზის დაუძახეს ერთხელ ხო იცი ხო მაგარი რიჟა იყო რეზი და დაეცა რეზი და უყვირიან ქუთაისში რომ თავი არ დადო მინდორზე რა მოგვიფუფქავ თერმინალს სახელი რო იბერია გერქვათ კლუბს ერქვა იბერი 90-12 ჩას ჩვენ ვიყავით მე მახსოვს რომ არ გვინდოდა სხვათა შორის იბერია რა ხო მაგრამ ვერ გაუკაჩეს მაშინ რა თქმა უნდა ამ იმას რა ქვია მოძრაობას რა როგორ ერქვა ეროვნულ მოძრაობას რომ არ საბჭოთა სახელები არ უნდა ყოფილიყო ანუ დინამო და ლოკომოტივი და უნდა გამხრალიყო ლოკომოტივით სავალე დინამო საბჭოთა სახელი კი იყო პრინციპში მაგრამ სხვა დროს არ არსებობდა ეს დინამო რა და ესე ეხა დღეს პავლე იყო და ხვალ სავლე ხო ხვდები იშლებოდა რა მთელი ამ ხელა არქივი და ისტორია რა და ეგრე ძალიან ერთი ხელის მოსმით ჩემი აზრით რა ხა მაშინ ესე კაფიოთ ვერ გამოთქვავდი ას რა ჩემი აზრით და ძალიან რთულიც იქნებოდა და ნუ რაღაცა შეიძლება უცებ ვიღაცა გამოვარდნილიყო და გეთქვა რომ შენ ესე იგი ესე ხარ და ხო მოღალატე ქვეყნის ხო მაგრამ დინამოს ჰქონდა ჩემი აზრით იმხელა დამსახურება ხო ანუ ხა სუხიშვილს უნდა გადაარქვა ისა ხო არა ნუ მალევე დაუბრუნდეს ხო 2 წელი გაიქაჩა ხო არა იმიტომ რომ დინამო არ არის ჩემი აზრით რა ქვია საბჭოთა გუნდი რა თბილისის დინამო არის ქართული ბრენდი ხო ქართული გუნდია და საქართველოს ჩემი აზრით თქო რა თქმა უნდა ვიღაცული ფეხბურთის ისტორია ხო ამ თაობამ რა ეს ამ ხელა რამე იტვირთა რა წამოიღო ეს ისა ბოლო გოლი ამაში აქვს საბჭოთა კავშირის პირველობაზე მე პირველი თამაში თამაშა და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და პირველი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც კიდე პირველი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მე ოფიციალური ნაკრების ოფიციალური პირველი გოლი მარტასთან გოლი მე გავიტანე ეს როგორც ეგიდით და ამ ხანაგური თამაში შენ გაიტანე ჯერ კიდე არა ვართ იმის რა ქვია ლიტვასთან ხო ეგიდით არ არის ხო არა ეგ არის მაშინ ხო იმიტომ რომ დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის ხო ეგიდით არა 90 წელია ეგ და ოფიციალური თამაში
ხალხი 2-2 მორჩა თუ 1-1 მორჩა თუ რაღაცა მორჩა. ლიტვასთან? არა, ლიტვასთან 2-2 მორჩა. მალტასთან 1-1 მორჩა. ლიტვა იყო 2-2. და მე პირველი ჯგუფში პირველი გოლი ისევ კეცბამ გაიტანა. უელსთან. ხოდა როგორ განსხვავდება წარმოვიდგინე კეცბას ემოცია ჩემთან. ხო თითქოს მეც პირველი ის ვარ რა მერცხალი რა ამ დამოუკიდებლობის თბილისის დინამოში ესენი რომ ლესელიძეში წავიდნენ მე იქ სიაში ვიყავ მე აჩიც და ხრუბეშაც გიორგი უდუშაური და უკვე დათოყიფიანია მწველი ბაზაზე ვიკრიბებით რამოდენიმე დღეში პირველი გუნდი და დუბშემადგენლობა ეს პირველი ჩემი შეკრებაა როცა ლესელიძეში მიდიხარ და ლესელიძეში რა არის დაგომიში ვარ ერთხელ ნამყოფი იქით ფაქტიურად არ დავდიოდი რა არ ვარ ნამყოფი ბავშვობაში ვარ ერთხელ სოხუმში ნამყოფი და მე ნამყოფი აღარ ვიყავი აფხაზეთში და ერთი აეროპორტი იყო ეს სოჩის აეროპორტსაც ჩადიოდი და მე იქიდან ნაწილდებოდი რა ყველგან თუ გინოდა სოჩა სოხუმი გაგრა რაღაცა და დაგომიში ჩავედი და აეროპორტში ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის შემხვდა მიხაილიჩენკო და ბელანოვი და როგორ უყურებდი იცი კეც აი რავი ვინ რო გენახან აი პელე და ეუსებიო და ბეკენბაუერი და მარადონა და ისინი რო გენახა აეროპორტში იგენიდეთ ხო დაჟე ნაკრებიდან ჩამოვიდნენ და მიდიან ეგენ დინამო კიევის შეკრებაზე და რაღაცა რო ემზადები რომ აი სახშიც რო იციან რომ პირველი შენი შეკრება თბილისის დინამოსთან ერთად დათოყიფიანი მსვლელი უკვე ეს ჩვენზე თაობა რომელმაც ნუ ამხელა იტვირთა და გადმოვიდა და ამ გუნდის თრევა არ გიდა. ეს რომელი წელია? 91 სანამ გამოვეყოფით. ხო. და გამოდის რაღაცა კრებიდან გამოდიან ყიფიანი 91 90 ეს კრება ჩატარდა იქით აქეთ რაღაცა ჩვენ ხა ეს ინფორმაციას ადიღებდი და სადღაც არ ვიცი ჭადრაკის სასახლეში თუ სადღაც ჩატარდა კრება იქ ატყდა ერთი ამბავი ჯერ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი უნდა წავიდნენ გამსახურდიასთან გამსახურდია რა სიტყვის არავინ არ იცის და ნუ აქ უკვე დაასტრო ყველას და თქვენს რომ ნუ კონკრეტ ჯობია რომ არ წავიდეთ და მოდიან ბაზაზე მოდიან შალის დინამოს მაიკები რო გახსოვს რითაც ვარჯიშობს შალის რატო უნდა ყოფილიყო შალის ბიჭო ყველა განეცხვაში მოკლდებოდა რა თეთრი და ლურჯი ერთხელ განეცხავდი და მე უკვე და ვილვეტის ლურჯი პიჟამოები საოცრება იყო რა რის ბუმის ვილვეტის ლამაზი იყო კაი იყო ძალიან მაგარი გიჟდე ოღონდ ეგეჩუქებინა ზედა და ქვედა ხო მაგარი ესეთი რეზინებით და მაგის ეკიპიროვკას რო ელოდები. მოდის ყიფო. ეჯახის რო დამთავრდაო ისო. საბჭოთა კავშირის პირველობაო. ანუ უკვე არის საქართველოს პირველობა, ყველა გამოვეყავითო და რამხელა დამსახურება აქვს მაშინდელ ფეხბურთის ფედერაციას თვითონ ნოდარ ახალკაც უფროს. აი ამ პირველობის ბოლომდე მიყვანაში, იმიტომ რომ მარტო იმაზე ხო არ ფიქრობდა რომ ნუ გასაგებია სიტუაცია, გასაგებია ორი ომი, რომ ეს პირველობა თუ არ მივიდა იქამდე რომ შენ პირველობა ჩაატარე და მე FIFA, UEFA სადღაც ხო უნდა ამას აღმოაჩნდეს თორე გაქრება ყველაფერი რა, არ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ პირველობა ორჯერ ჩაატარე, სამჯერ ჩაატარე, იქაც მიდის ჭიდაობა, რომ მოგვეცითნება, UEFA, FIFA, UEFA. ორი წელიწადი ხო არ ქონდა იმის საშუალება, UEFA-ზე გვეთამაშა. და შენი ოცნება რაც არის მთლიანად და მაშინ გიოც იყო დუბლში, მე აჩი გიო ანჩა, ეგრე მახსოვს, მე მგონი ჯანელიძე დათო მეკარე იყო და ძალიან მაგარი მეკარე უნდა ყოფილიყო. აი ეგ 73 უკვე ნემსა უკვე დინამოშია დუბლებშია. რა ქვია ბიჭები უკვე დუბლებში თამაშობენ. რეზის გოლია გატანილი. UEFA-ზე თამაში. საბჭოთა კავშირის პირველობაზე რეზის ნავბახორთან თასზე გოლი აქვს შეგდებული. დინამო სტადიონზე.
აი ხაც მახსოვს ბაბუაჩემთან ერთად კარის უკან ვიჯექით იმ კარებში რომელშიცაა გატანილი და რომ გასახდეიდან რომ გამოხვალ მარცხენა მხარეს 4-1 მოვიგეთ ეგ თამაში საბჭოთა კავშირის თასზე და შენი ოცნება გაქრა ვიძახია რომ არანაირი თბილისის დინამო შეიძლება აღარ არსებობდეს პირველობა აღარ არის მოსკოვის გუნდები აღარ არის უკრაინული გუნდები აღარ არის არაფერი აი ეს ძალიან საინტერესო ამბავია რა იმ ფლობელები სახელები რაღაცა მე ხო იქ ხედრიონის ამბებიც იყო ამ ფეხბურთის თამაშისთვის სადგეცალად ცოტა ეგ მაინტერესებს რა თქვენ კი სხვა რა უნდა გექნათ ფეხბურთელები იყავით თქვენ ოცნებას ისრულებდით თამაშობდით აი ხო მაგრამ გარეთ რო იქ სადარბაზოს როგორ უნდა ყვარებოდა მამუკა წერეთლის ისტორია მართალია გახსოვს ფეხბურთელი რომ სადარბაზოსთან რო დაჭრეს ანუ იყო რომ არა რას ვამბობ ეგ ხო რაღაც ლაპარაკი იყო რომ რაღაც ტრანსფერს უკავშირდებოდა რომ ფულის მიტანად ხოვეს თუ რაღაც ესეთი გამიგია მე რა და როცა გარემო ეგეთია რომ იქ ვიღაცას ჭრიან ამას ხვდებიან იქ ბომბი წვივა არა ჩვენ მაგათ შუა ვარჯიშის დროს გავწეულ ვართ დედა მომიკვდეს გავწეულ ვართ და ვერთფრენი დინამოს დიღომის ბაზაზე დამჯდარა ჯარისკაცები გადმოხდნენ აი ზუსტად ეგ არის რომ აი სადგეცალა ფეხბურთისთვის რა აი ნაკრების თამაშებში ჩამოვდიოდით ხომ იმდენი პრობლემები იყო ხან შუქი არისო ყანწალი არისო ხან რაღაც ისა სპორტულებით გვეძინა პლუს კიდო მე გარეთ იმდენი ხალხი გველოდებოდა ხო ის ამდენი ტოლვილი ამდენი გაჭირვებული ამდენი მთელი ეს პრობლემები და აი ყოველ დღე ეს იყო აი თამაში უკვე ფიქს ვიწყებდით უკვე რომ მინდორზე გავდიოდით რა წარმოიდგინე იმისთვის არ გვეცალა რომ აი ფეხბურთზე გვეფიქრა რა ის სიტუაცია რა აი დღესა სიტუაცია არის რომ აი მარტო ფეხბურთზე იფიქრა და დანარჩენი დღეს რო ვინმე ჩვენის ფოტოები გადაეყო ჩამოსული ვის რა ეცვა წარმოგიდგენია ესენი მართლა ბანგლადეში ხო არ არის ვიტყოდნენ ხო არა რაღაცას ბანა არა ხა რო ჩამოდიან და ხო ყველა ნაკრების ჩამოსვლის პარკინგზე რო ესენია ხო ის რო არის რა fashion shows-ავით რო არის რა საფრანგეთის ნაკრებზე რო ახლა პრანჭული ხო რაღაცა გაწყეპილი თმები გადაწევს სათვალეები რამე კაი ჩანთა ხელი რამე გადმოდი კაი მანქანა გადმო იქ მაშინ რო ჩვენთვის ფოტოები გადაიღო წარმოიდგინე კიდე კაი არავინ ფოტოებს არ გვიღებდა ჩვენ თაობაში და მე ვთვლი რომ მაინც ჩვენ ერთი თაობა ვართ მიხოთ იმას რომ 4-5 წელი განსხვავება არის კეცპა ომარ თეთრაძე რეზიც, ნემსაც, მამუკა აფციაური, ბიჭები რა, ეხა ყველა არ მინდა გამოჩეს, ცოტა დიდებიც რა თქმა უნდა, გია გურული ესენი ცოტა დიდები არის. ვინც მოესწრო საბჭოთა კავშირის იმ თამაშებს რა, ვერდერ ბრემენს, ჩივაძე ყიფიანი, ნუ ყიფიანი არ ჩივაძეს რო მოესწარი, всё, დამთავრებული ხა ვისთან ერთად უნდა კონდეს და თამაშები ფეხბურთი. აქვია სცენაზე რამაშ ხიკვაძესთან და სოფიკო ჭიაურელთან და სერგო ზაქარიაძესთან და ვასაძესთან და რა ვიცი, ილკო სუხიშვილთან უნდა ერთად უნდა აქვია ის კონდეს შესრულებული რაღაცა და ფეხბურთი ითამაშე ჩივაძესთან და ფეხბურთი ამ ხალხთან, ხო? და მე ჩვენი მისვა რო თითქოს გამოცარიელებული რო არის და რამხელა ძალა და სიყვარული და ემოცია და ის ქონდა ამ გუნდს, ამ ბაზას, ამ ადგილს, ამ სტადიონს, ამ იმას რომ ესე ვერ გამოვააცალე ვერავინ. ხო წავიდნენ რა და ჩვენც აი ზუსტად ესეთივე ემოციით გავაგზელეთ რა ამ თბილისის დინამოს შეიცვალა თაობა რა არსებობა ხო მაგრამ არ დამატდა მიუხედავად იმისა რომ მინდოდა მაგრამ შეიძლება იმიტომ რომ აი უცებ წვრთნელი გახდა ხო იქვე იყო ვიღაცა ხო რომ პას არ გაძლევდა და უკან არ კარნახობდა რაღაცას მაგრამ უცებ ეგ პლიადა გახდნენ ნაკრების წველები ჩვენ პირველივე ნაბიჯიდან ჩავერთეთ ამ ხელა იმაში ეს ამდენი პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა აი ერთ დღეში გავიზარდეთ რა ერთ დღეში დავკაცდით ერთ დღეში გავხდით აი დიდები რა რომ ეხა აქ ის აღარ არის რა იმის დრო ხო თან არავინ არის ისეთი თქვენ ვიც იყო სიტყვაზე პასუხისმგებელი კი არა და გამოცდილი პროსი ასე ვთქვათ ხო გამოცდილი ვიღაცამ ხო უნდა გითხრას რომ ბოლო 15 წუთია კუთხურია რაღაცა ჯარიმა დაწექი არადგე
ჩქარაადექი აუტი ბოლოს არ ჩააწოდა, უკან არ დაუბრუნო, მეკარეს უკან პასი არ მიიწე, თამაში რა არის, ხო, ამ ხელა გამოცდილება. უცებ ერთი გამოუცდელი მთელი თაობა გადაგვაცვეს, რა ქვია, თეთრი მაისურები, აქ რაღაცა შავი წითლით, ფლომასტერით დავახატეთ და წავიდა ითამაშე გერმანია, ბულგარეთი, ინგლისი, საფრანგეთი. აშენ ნაკრებზე ამბობ უკვე, ხო? არა, ხო და თბილისის დინამოში იქ რო დავდიოდით, იმხელა ძალა ქონდა თქვი თბილისის დინამოს, რომ რაც ჩამოვთვალეთ, ეხა ამას იმით კი არ ყვებით, ან სიყვარულით ყვები რა. მიხედავთ იმისა, რომ მე მაგინებდნენ, ავიცი ვიღაცამაც ხო შეიძლება მოყვეს, რომ ესენი ადგენენ და ისეთი გვაგინეს და ქვებს იქ მინდვრიდან ქვებს უკან გვესროდნენ, ხო? ჩავღუნავდით თავს და შევრბოდით გასახდაში, რომ რაღაცა და მეორე დღეს, 3 დღეში, 4 დღეში, 5 დღეში თამაში და მე ხო იცი რა არის, აი გენიალური ისა რა, ტვინი რა, მოწყობილი. ნოდარ ახალკაცს აქვს ესეთი რამე ნათქვამი რა, რომ მოდიო თამაშებიო გავაკეთოთო ახლოსო. აი რაც დღეს ხდება რა, 4 დღეში ერთხელ. და ნუ ყველა ვიძახდა რომ ისედაც სული ძლივს გვიდგას, ის არა გვაქვს ესე რომ ვარჯიშის ის რომ რახანო არა გვაქვს საშუალებაო რა და კარგი მინდორი ვარჯიში, კარგი ის თამაშები კომპენსირება. რა შეიძლება ხო ანუ იყოსო ცუდი თამაშიო, იყოსო დაუშბარა პრაქტიკა უფრო მეტი იქნება და დაძაბულობა, ვიდრე თელი კვირა გქონდეს ნაკრებ ძალიან ცუდი პერიოდი გქონდეს, ციკლიო რაც მეტი თამაში იქნებოდაო, რაც მეტი თამაშია რა, ბოლო-ბოლო რა, დაძაბულობი უფრო მეტი ფეხბურთელი გაიზრდება, ვიდრე ეხა არა გაქვს რა, აქვია ციკლი, ვერაფერს ვერ აკეთებ, საჭმელს ვერ აჭმევ, იმას ვერ აჭმევ, ამას ვერ აჭმევ, მინდორი არა გაქვს, ბურთი არა გაქვს და სამ ბურთს ყოველთვის მოძებნი ოფიციალურ ბურთს, რომელსაც თამაშის დროს გამოიყენებ რა წარმოიდგინე. ანუ ეგეც ხო მაშინა აქ ეგ ნათქვამი რა. ეგეც ხო მაგარი ის არის, ისე ცუდ პერიოდში რა, ისე იშლება ყველაფერი და მოახერხეს რომ აი ეს ჩემპიონატები რომ კარგად ჩაეტარებინოთ რა, ანუ დაიწყეთ და დავამთავრეთ რა. იგივე ის მეორე ჩემპიონატი რო იყო, ის ნახევარი წელი გადასულითი ისა რა, ეგეც თამაში არ გადადებულა ამ ომში და უბედურებაში. მართლა მაგარი ყველაზე დიდი მიღწევა მე მგონი ეგ იყო რა. რო ჩემპიონატი შედგა და ეგ მოკლედ დაგვირგვინდა იმით რომ ნაკრები და ანუ ევრო თასებზე მოგცეს. ხო. ეგ მონაწილეობის საშუალება. ეგ კიდე ცალკე. აი მიიღე რა, საბუთი რომ მიდი. ახლა მაგ ეგეთი კითხვა თემურთან, მათ შორის როგორც აი ფეხბურთელი, რომელმაც ამდენი წელი დინამოში გაატარა, და მე უკვე ესეთი გუნდები ითამაშე, მე უკვე მწვრთნელიც გახდი, აი საფეხბურთო ფილოსოფია იმ დინამოსში რა იყო, აი შოთასთან რო ვილაპარაკეთ აიაქსზე არის ალბათ პირველი მაგალითი, რომელიც გახსენდება სისტემაზე, ფილოსოფიაზე, რაღაც იდენტობაზე გუნდის, რომ ესეთია რა, ესე თამაშობს ეს გუნდი. აი რეინჯერსსაც ალბათ რაღაცა ქონდა ეს მეტნაკლებად გამოკვეთილი ხასიათი. ნიუკასლში შეიძლება შენ ქონოდა ეგ, რომ აი რაღაცნაირად ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობდა მაშინ, ხო? რეინჯერსი არის, რაც შეიძლება სწრაფად წახვიდე მოწინა, აქ დაიჭირე. აი როგორი იყო დინამო 80-იანების ბოლოს საფეხბურთო იდენტობის თვალსაზრისით 90-იანების დასაწყისში. შენ არის აი მაგ დროს ხო არ იყო ამდენი ისა რა, მაგ დროს იყო ინდივიდუალიზმზე და იმაზე აწყობილი ფეხბურთი რა, ტალანტზე რა. აი შენი ინდივიდუალიზმი და შენი ტალანტით რო ის იყო დრო ისეთი რომ აი თუ ყავს ერთი 5-6 ფეხბურთელი, კაი ფეხბურთელი თამაშებს იგებდი რა. აი დღეს თუ არა ყავს 11 თამაშს ვერ მოიგებ რა. ხო. და პლუს კიდე დღეს უკვე არ არის ფეხბურთი ისეთი თავისუფალი რომ ინდივიდუალიზმზე და იმით მოიგო თამაშები, უფრო ტაქტიკა და უფრო აი გუნდზე დამოკიდებული ხარ და უფრო ის რა ქვია იმას რა. აი ხო ხედავ დღეს ერთი ფეხბურთელი რომ გამოჩნდება, რომელიც კაც მოატყუებს და უკვე ყველა გამოჩნდა ერთი კვარა რომ დაიწყო ფეხბურთელის მოტყუება და უკვე გაგიჟდა ყველა რა. ხო იცი ეს უკვე ეს დაბეჭდილი ფეხბურთელები უკვე გამრავლდა რა. არაორდინალური. ხო, გამრავლდა რა. იცი რა არის, აი გასავლია რომ იმიტომ რომ ეს ბავშვობიდან მოდის, მე მგონი
ის არასტორია რომ აი ბავს რო ეუბნები იმას რომ აი კაცი არ მოატყუო და პასი მიეცი კი კაი ეს პასი მიეცი და ტაქტიკურად რაღაცა ის დააყენო მაგრამ მაინც ინდივიდუალიზმი ეს არის რაც ხალხს მოწონს და რა არის ფეხბურთი რა ეხლა რაც შეეხება ხე ნიუკასლი ხო ნუ იქაც ეხლა ისეთი დონის ფეხბურთელები მყავდა მე რომლებიც მართლა მაგარ დონეზე თამაშობდნენ ნაკრებებში მე და კეთვა ზათამაშები გვაქვს მაისურებიც გვაქვს გაცვლილი აიაქსი ნიუკასლი ხალხი და ნუ აი იქ უფრო კაი უფრო დინამიკაზე აწყობილი ფეხბურთი და უფრო ისა როგორიც არის ინგლისის ფეხბურთი დღესაც ინგლისის ფეხბურთი ეგეთია შეიძლება ფეხბურთელები იცვლებიან უფრო მეტი უცხოელი მოდის მაგრამ მაინც აი დინამიკაზე და იმაზე აწყობილი და რა თქმა უნდა ახლა ვისაც უფრო მეტი წამყვანი ფეხბურთელი და მეტი ტალანტი ფეხბურთელი ყავს ის გუნდებია რომლებიც კეცვას ურეკავ ერთხელ რა შევით მეთქი და რა ვიცი ჩამოვედი ნიუკასლში მეც ისე ვარ რა სულ გოლებს ვაგდებ აიაქსში და ხვდები ამას ურეკავ რა ქენით მეთქი რა შევიდე რა ვიცი ბიჭო ჩამოვედი რა ვიღაცამ გამათრიოს რა შირერი ისინი ესენი ასპირილია ჟინოლა და ჩემი სათრევები არიან ამადიდე და კროაციას ხო შემოუტანე გოლი ლიგაზე რო გახვედი შეაგდებე და გამათრებე რომ ჩემი სათრევი გახდა ამადიდე ეგ ნიუკასლი მართლა ძალიან მაგარი გუნდი იყო ნუ მე რო ჩავედი ახლა წარმოვიდგინეთ მაგ დროს რა იყო რომ მაგ დროს ისეთი წესი იყო რომ სამი არაევროპელი და ახლა ამ ხელა გუნდში რომელიც ჩემპიონობის ბრძოლობს მე ერთ-ერთი ასპირილია და შენ არა მე სოლანო და ასპრილია რა ხო კაიგე ნუ ახლა არ იყო ისეთი ადვილი რა დღეს ოღონდ ფეხბურთი ითამაშე და შეიძლება 20 წლიდან უკვე მოხდე ისეთ დონის გუნდში როგორ ევროპელიც აღარ ითვლება ფინელი წარმოიდგინე ინგლისში უცხოელი და მაშინ ჩვენ დროს უნდა გეთამაშე 75% ნაკრებში უნდა იყო ყოფილიყავი რა ქვია იმას 75% იქ რო თამაშობდი მე გაძლევდნენ იმის უფლებას რომ მეორე წელიწადიც მაგრამ მე უკვე შეიცვალა ერთი წლის მერე უკვე შეიცვალა რომ 3 წელი კონტრაქტი მქონდა უკვე 3 წლიანი უკვე იმას ღებულობდა იქაც რო ვერ გეთამაშა ვერ იგზელებდი ასე ხო მე მახსოვს ვიღაცას ხონდა პრობლემა კინკლაძეს შეექნა მე მგონი დერბიში და ტრავმა ჰქონდა თუ რაღაც ნაკრებში რაღაც პერიოდში თამაშები არ ჰქონდა და რაგიტო რაღაც პრობლემა რაღაცა ეგეთი სისულელე მახსოვს ეგ წესი რო ჰქონდათ მაგისო ნაკრებში უნდა ეთამაშა თუ რაღაცა ნუ სირთულეები იყო რა ბევრი რა ეხლა მე პრინციპში იცი რა არის ეხლა მე რა ქვია ნიუკასლში უკვე მესამე წელია რა და მეორე წლის მერე 3 წლიანს მოვაწერე კიდო რა ნუ ჩემი შანსი არ იყო ვინც არ უნდა მოსულიყო რა სიტუაციაც არ უნდა ყოფილიყო მე წამსვლელი არ ვიყავი გუნდიდან იმიტომ რომ ისე მიყვარდა ერთელი სიტუაცია რაც ხდებოდა ნიუკასლში გულშემატკივრები სტადიონი ამხელა გუნდი ამხელა ტრადიციები რაღაცა და მესამე წელი დამთავრდა ბობი რობსონია მწვრთნელი სერ ბობი რობსონი ხო ბობი რობსონია მწვრთნელი და გუნდი წავიდა ამერიკაში შეკრებაზე და 25 კაცი ვერ მოხვდი რა ხო და ჩამოვიდა ახლა მორჩას ისა რა ქვია შეკრება და გუნდი ჩამოვიდა და ნუ ახლა შევედი რა ბობის რობსონთან და ვეუბნები რომ ნუ კოუჩ ხედავ რომ აქ არ თამაშობ არა მაქვს იმის შანსი რომ აქ პირველ გუნდში ვითამაშო და ნუ გამიშვით რა წავალ მეთქი გუნდიდან და ნუ იუ სარავა ბეჩო რა გაიგე ეს რაღაცა და მე ვთხარი სახალი ტელეფონი ნოკიასი რო ეს მე ვთხარი ამაზე ჩვენთან საქართველოში თავს მოგაჭრიან მეთქი და ტელეფონი მიკრა და გააუშვი პირდაპირ რა და კიდო კაი არ მოხვდა რა მოყოლილი იყო სადმე ეს კიდო კაი არ მოხვდა გაიგე რაღაცა მოსველი ვაკეს კაროჩი წავედი იქიდან სახში და მეორე დღეს გუნდის ტელეფონი იყო გუნდის ტელეფონი იყო გიმარტიფული ნოკია იყო რა ხო იცი და ეგ ნოკია მაგითი კაც ფოტოა და მე უკვე ბატარეა ქონა იმან მოაგროვა რა ქვია შირერმა ეს ისე რაც დარჩა ამ ტელეფონიდან და მომიტანა იქ რა ქვია ნუ კაროჩე მე ვთხარი უკვე შანსი არ არის მეთქი ვარჯიზე აღარ მივალ მეთქი და არა და გუნდიდან მეუნებიან რომ არა შანსი არ არის რომ არ გაგიშო ანუ გეუბნებოდი რომ იჯექიო უბრალოდ და არაფერი არ ითამაშო არა იცი რა არის აი მართლა პოპულარული ვიყავი რა აი გულშემატკივრებში და იმებში მართლა კარგი ის ხონდა რა ქვია იმას ურთიერთობა და
ნუ შენი თუსი აუქციონზე 6 მილიონ ფუნტად გაიყიდა. ზნობდა რა ამას ყველაფერს და არ მიშვა და მე ბოლოს მეუთხარი მეთქი რომ შანსი არ არის მეთქი. არა მე ორი ტელეფონით შევიდე. მეორე დღეს წავედი იმაში რა გულში მეც კაი ის ვიყავი რა რო ერთი კვირა რომ დამეცადა და რაღაცა შეიძლება პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში გამოცდილებაც არაფერს არ მქონდა კონფლიქტის გუნდში წავსულიყავი გაიგე და ამიტომ მეთქი ვიღაცამ იმან დამირეკა კიდო იმას რა უთხარი რა ქვია მას ესე ულსიო დაინტერესებული არის ფულს იხდიან რაღაცა და წამოდიო გუნდი გაკეთება უნდა თუ და უმაღლეს ლიგაში გადასვლაო და ნუ გავიცი მე ისე ვიყავი შორი იყო ნიუკასლიდან კი ნუ ის არის იმასთან რა არის ახლოს ბირმინგემთან ხო მიდლენცია ხო და წავედი მეორეს ეგრევე მანქანით ჩავედი ხელი მოვაწერე რაღაცა მეთქი რა თქვენ რაც გინდა ის გააკეთეთ მეთქი რა მეთქი მე ნუკაში სანამ ის არის ხო მენეჯერის გარეშეა წასული არაფერი აი არც ხო ისე აგენტია არც იურისტი არც მენეჯერი არასოდეს სამყოლია რა აგენტი რა ხო და აი ესეთ სიტუაციებში მაგალითად რა აი დღეს რო წარმოგიდგენია რომ ჩადიხარ და 6 კაცი მარტო იურიდიულად გაფორმებული მას გამოს ვიღაცა გეუნება რომ მენდე დამიცადე ერთი დღე მე ვიცი რა უფლებები გაქვს რა ხელი მოვაწერე და უთხარი რაც გინდათ ისქენით აწი ანუ ხო ხვდები თქვენ მოაგვარეთ რამხელა ამას მართლა ერთი კვირა რო დაეცადა სიტყვაზე ვიძახი ნიუკაში ითამაშებდა 4000 თამაში ნიუკასლიდან შეიძლება წასულიყო ტოტენჰემში შეიძლება წასულიყო არ ვიცი კონდა გათო შემოთავაზე ესპანეთის ატლეტიკო მადრიდში რა აი ამ ემოციის მოთოკვაც რა დადებითისაც და უარყოფითისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რა აი არ მავიწყდება რა კეც რა ბოლოს აი რომ დავკიდე ტელეფონი ტრაბზონში რა ბენეშვა მითხრა მე და თუ გინდათ რომ წახვიდეთ მაქედან და ითამაშოთ ევროპაში ხელი არ მოაწეროთ მეტი რა გითხრაო ვერ გეუბნებიო დღესო რომ წახვალო რადგან არ ვიცი იმაში ატლეტიკო მადრიდში ბარსელონაში თუ აიაქსში თუ მანდ აღარ გინდა და მაქედან წამოსვა გინდა რომ ევროპაში ითამაშოთო ეხა დაამთავრეთ ხელი აღარ მოაწეროთ და ჩაალაგეთ და წამოდით და აი რაღაცა დარიგების სახით ხო ხვდები ყველაფერში პირველი რო ხარ გამოუცდელობა კითხვა პასუხი იქიდან რომ გესმის ინგლისური ცხო ეგრე კარგად უნდა იცოდეს რომ გაიგო რას გეუბნება რა აი ამ დროს დინამოში პირველი წასვლა რაც იყო შენი იყო 91 წელს ხო ან ორთოსში აი პროცესი როგორ ხდებოდა იმიტომ რომ გუნდის ადმინისტრირება ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია რა ვიცი ისტორია რომ რაღაც აი ფედრიონმა აი როგორ ვისთვის უნდა დაერეკა პროცესი რა მითხეს რომ მიდიხარ კიბზე და მორჩა ეგ იყო არც არავის უკითხია გინდა წასვლა არ გინდა წასვლა რა წამოვიღო და ვითომ ბევრი რამე გაქო რა წამოსაღები ერთი უცი თუ გაგწამოიღო ერთი ჩანდით კაპიკი ფული ჯიბეში და მივდივარ კიბზე რა რა ვიცი რა და ჩემთავს გაფიცე ვაუ არა რა სად ქონდა ფული რა ქვია თან რეგიონში და ხოიცი სულ მაღაზია იყო ცხონე მამა ჩემი რა შვილო რაღაცა ნუ დინამოში რო იყავ საბიტაკოს პირობა რაღაცა ფულს ღებულობდით რა და რასაც ღებულობდით ბაზაზე ცხოვრობდით ბიჭები ერთი 7-8 კაცი და სულ დავდიოდი რესტორანში პეთი პალერმო იყო ერთი იმაზე წერეთელზე რა ქვია იმას რესტორანი ჩადიოდი ქვევი და სულ იქ დავდიოდი და სულ მამა ჩემი მეუბნებოდა შვილო რაღაცა ფული შეინახე მე ვთქარი რა შევინახო რა კიდო კაი ჭამოსმა და გულავში ეგ შეგვჭა თორე დაინგრა საბჭოთა კავშირი და ის ფული გახდა რა ქვემას რა ვიცი მახსოვს მაგდროს რომ ფული ჩვენთან უნდათ რომ ჩვენთვის მიეცათ ფული იმიტომ რომ ჩვენ უფრო ყავდა ხალხი რომელიც ამ ფულს ახურდაებდა და ნუ ყველა ცდილობდა რომ ჩვენთან მოიტანა ფული გაიგე და საკები ჩვენ არაფერი არ გქონდა დასახურდაებელი რა ქვია ყველაფერი დახურდაებული გქონდა ამიტომ ესე იყო რა მითხეს რომ მიდიხარ კიბზე აი ვინ გითხრა ეგ მაინც ვიღაცა მოვიდა და მიდიხარო თუ რა ვობა ხო წეროძე იყო მაშინ და ვობა მითხა რომ ეს და ესო კიპრის ის არისო მივდივართო ერთად და თანხა გადაიხადეს თუ როგორ იყო 100,000 დოლარი გადაიხადე ჩემში რა მაშინ რა მაგრამ ეს 100,000 პირდაპირ კი არა ნუ ერთი წელი
ხო 30 და სბორები ისა შეკრება იყო რომ კიბზე შეიძლებოდა წასვლა ხო ნუ სბორები კიბზე რაღაცა მაგ შეკრებებზე კიბზე სხვანაირად და მოხდრი ზაღარა ვარ მე ხო და ნუ პრინციპში მე რაბა იყო ჩამოსული რაღაცა და მე ხო წარმოიდგინე 750 ფუნტი მქონდა ხელფასი და მანქანა ვიყიდე BMW, რა ქვია, 318, მაშინ სად იყო? მე მგონი მე მარტო 1-2 კაცს თუ ყავდა კიბზე ეგ მანქანა და პირველი წიდა. რა მანქანა იყიდე? BMW 300. ნუ მაგრამ აქითა ჩვენი ისა რა. მარცხენა რულია. ხო, მარცხენა. ქაურია რომ აქეთ წამომეყვანა რა, ანუ. ხედავ მაშინ სწორედ. ხო და მახსოვს მაშინ მესამე ისა რომ ჩამოსულიყო თბილისის დინამო, მერაბა იყო ჩამოსული და მერაბა მაჩუკა $10,000 იმ ფულიდან, რაც დინამოს უნდა აიღო, რომ მანქანის ის ვალი დამეფარა რა. მაშინ 750 ფუნტი მქონდა და მანქანა ვიყიდე და იმის მერე კიდო რა ისა და საგიჟეთ. ეს და ამ პერიოდში აი ბიზნესმენი ხარ. რა ისენი დაალაგა? ჭამა, მანქანა, გულაობა და კვიპროსზე გაბიგი ფული ჯიბეში არა მენეჯერი რას ნიშნავდა იცი? ეგ სიტყვა უნდა ლექსიკონში ჩაგეხედა. სიტყვა მენეჯერის მნიშვნელობა რაღაცა ეგეთი ტრანსფერი ხო შენ შემთხვევაში ეგ აი ტრაბზონი ეგ სიტყვები ჩვენ არ გვესმოდა არ ვიცოდით ეგეთი რაღაცა რომელ ლექსიკონში უნდა წაგვეკითხა რა წინში ეწერა რა მასწავლებლებს ჩემი სიტუაცია მე რო წავედი იმაში კიბზე ხო ჩვენ ყავდა ერთი საერთო მეგობარი რა ალიკა ერთი ბერძენი პონდიელი რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა რა აფეთქეს რაღაცა ბომბი ჩაუდეს მანქანაში და რა ხალხი გვიკეთებდა გუნდებს ხო და ის იცნობდა ამ იმებს კიპრიოტელებს რა გუნდის პრეზიდენტს და იმებს და ანორტოსის ხო და იმან გვითხრა რომ აი ესეთი სიტუაცია არისო და მახსოვს მაშინ თბილისში ჩამოვიდა გუნდის პრეზიდენტი და იორდანესკუ რა და მაშინ მე ტრამვირებული ვიყავ აი იმაში ხაშურში რომ კოჭი გადავიტრიალე ხაშურს იცი რამდენი მაგარი ამბები აქ პოსტო ვერ ვუყვებით აი თვითონ მე ის პრეზიდენტი მეუბნებოდა რომ აი ქუჩაში გავედითო რა ქალაქშიო და აი ვეკითხებოდითო ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელიო რა ქვია საქართველოსიო რა იმ დროს რა ხო და ყველამო აი ვისაც გითხეთო ყველამო ქეცბაემ საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი და ნუ რაღაცისა და აი ესე მოხდა ჩემი აყვანა ის კი არა რომ მე თამაში მნახეს და რაღაცა მოეწონა და მაშინ იმ დროს არ იყო ისეთი ვიდეოები და რაღაც ისინი მაშინ ხო და აი ხალხისგან აღებული ინფორმაციით ამიყვანეს გუნდში რა და მახსოვს ახლა პირველად ჩავედი იქ და ჩვენ ხო არ ვარჯიშობდი მე ტრამვირებული ვიყავი და ჩემპიონატის დამთავრებული იყო და მეუბნებიან რომ აი დღეს საღამოს ხალხი მოვა და ყველას უნდა რომ გნახოს არა ნუ გნახოთო რა ქვია ახალი ფეხბურთელიო და აუ ხა რა ვქნათ ხა ბობა მეუბნება მე ვარჯიშებული რაღაცა ბობა მითხრა რომ აი დაისვენე ხვალედილით ავდგები წავად სტადიონზე ცოტა გავივარჯიშებ რა ქვია იმას და ხო მე საღამოს ნუ კაი ხარ გავიღვიძეთ 10 საათზე წავედით ვარჯიშზე 10 საათია 45 გრადუსი არის სიცხე მე მეთქი მოვა ეს კი არ დაგვეხმარება ეს ვაფშე დაგვბრიდავს რა ვერ ვისუნთქებ და ნუ კაროჩე კი ხაი ხარაში 1 საათი რაღაცა იქით აქით ანუ დილას აღარ გვინდაო რა ესეულება რომ უფრო მომთენტავს საღამოს ვაფშე მკვდარი ვიქნები და ნუ კაროჩე კაი წავედი დავისვენოთ რა ქვია იმას საღამოს წავედით 6 საათზე ვარჯიშზე 2000 კაცი არის მოსული რა და ყველა ახლა ელოდება რომ აი ვინ არის ფეხბურთელი რომელმაც უნდა იმასო რომ დამინახეს პატარა რაღაცა სუსტი რაღაც იქით რომ მე თამაშზეც რაღაც პირველი ტაიმი ვითამაშე მოვკვდი ვეღარ დავდივარ ის მეუბნება მეორე ტაიმსაც ითამაშე მთარ შანსი არ არის გადავწევ და გულდაწყვეტილი წავიდა ხალხი ვარჯიშიდან ამან რა უნდა და ეს ვინ მოიყვანესო ამან რა უნდა გააკეთოსო და ნუ არ ვიცი და ბუფეტჩიკებს გამაშ თავიდანვე პრესი რა თავიდანვე ვიცი რაღაცა წნეხი რაღაცა და ნუ ვარჯი იმას შეკრებაზე წავედით
დღეს სამჯერ იყო ვარჯიში, დილით ვარჯიში 7 საათზე. მაგას კი იყავი მიჩვეული. ესე ავდიოდით ზევით რუმინელი მწვრთნელი ხო იცი, ესეც იმაზე იყო, რა ქვია იმას. ფიზიკაზე, რა ქვია იმას. ხო და პირველი თამაში ვითამაშეთ ლევსკისთან რა. ვერ გამაჩერეს რა. ამხანაგური, ხო, ლევსკი სოფიასთან 4-2 მოვიგეთ, 3 გოლი გავიტანეთ და კაროჩე აჭრელებულია მთელი ისინი, რა ქვია, კიპრი რა, რომ აუ საბჭოთა კავშირის ფეხბურთელი ჩამოყვანილი საბჭოთა კავშირიდან ფეხბურთელი, რა ქვია, დაფრინავს და ერთი ამბავია და კაროჩე იქიდან უკვე ესეთი კაი სწავიდა რა, პირველი სეზონი მართლა მაგრა ვითამაშე. მე უკვე სხვები ჩამოიყვანეს, რა ქვია, იმას კიბზე, ქართველები სოსო იყო ჭედია ჩამოსული, რა ქვია, იმას მახარაძე ფოთიდან, რა ქვია. მახო? დათო 36 გოლი გაქვს შეგდებული ანორთოსში მაგ 2 წელში. ხო, 2 წელიწადში. კარები დიდი ხო არ იყო, საიდანაც ურტყავდი ყველა მარჯვენა, მარცხენა. მე წერა ის თქვა მინდოდა, იცი როგორი ის იყო, შენს აღნიშნე, რომ რამდენად რთული იყო მაშინ როცა შენ წახვედი წასვლა, რომ მოგიწია უფრო სუსტ ჩემპიონატში გადასვლა იმის გამო. არა, მოსკოვში ალიკა, რომელიც დააფეთქეს. ხო, მაგრამ ეგ რო შენ რო სიტუაცია რო დამთხეოდა 10 წლის მერე იმ ჩემპიონატთან საქართველოს რაც იყო. ამ იმის გავლა არ მოუწევდა რა. ხო, ხიდი ყველას დაჭირდა, ნახე. ხო, მაგრამ ბევრად გრძელი ხიდი იყო. ხო, აი ტრაბზონი. ხიდი კი არა, თელი ჩემი კარიერის 6 წელიწადი, ხო? კიპში და საბერძნეთში დაკარგული დროა რა. დაკარგული დრო რა, როგორც ისა რა, ფეხბურთი. მაგასო, ანუ მე 91 წელს რო აეღოთ და ჩაეშლით პირდაპირ სიტუაციაზე ინგლისის ჩემპიონატში იმ პერიოდში ითამაშებდი დარწმუნებული. კი, გაჩვენა, რაც ლაპარაკო რა. უფრო მაგრა. იმიტომ რომ მიდიოდი ჩემპიონატიდან, რომელიც არ არის იმაში, UEFA-ში, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფილია. მათქო გასხვება რა, ჩვენ რო წავედით და ხო უფრო უნდა ისწავლო რაღაცა. ხო. და კი არ ისწავლა, უბრალოდ თავის ტალანტით და წლები ემატებოდა, კუნთი ეძებოდა, ცოტ, მაგრამ რო ბევრად უკეთესი გამختارიყო, მაშინ ჩახვიდე იქ, სადაც მართლა ტალანტს 1-დან 10-ად გახდია. აი იმასთან რა ქვია, აქედან რო წავედი, ანორტოსში თამაშობდა UEFA-ზე რა. წინა წელი გავიდე მეორეზე და UEFA-ზე თამაშობდა. აი პროსტო ის თამაში უნდა ნახოთ, მე რო სტიაუას ვეთამაშე რა. სტიაუა, რადონის სტიაუა, ხო, იყო, ყველაზე დიდი თაობა იმათ. სახში წავაგეთ 1-0 და გასვლა მოვიგეთ 2-1. ერთი გოლი გავიტანე, ერთი იმან ომბიგუმ გაიტანა, ორი უცხოელი შეიძლებოდა მაშინ რა. და დამატებით დროში გოლი გაგვიტანეს 2-2 დამთავრდა თამაში. იქ მე თამაში ვითამაშე, რაღაც სხვაპარი თამაში რა. მაგარი მერე კიდო მეორე წელს მერე კიდო იმასთან რა ქვია იუვენტუსთან წავაგეთ, რა იუვენტუსი რა, ჩამოგითვალა. ეგ იუვენტუსი რო ჩამოთვალა. ეგ არ მახსოვდა. იუვენტუსის 5 კაცს ვერ გეტყვი რა. მაგრამ მოიგეს რა, ეგ სეზონი არ არის? მაგ წელს ხო იგეს. მარტო იმით ვცნობ რა, ფორმით. ბაჯო იყო. ბაჯო იყო. ბაჯო იყო, მელერი იყო, რავანელი, ჩირო ფერარა, ვიალი. მოი წავიკითხავ რა. იურგენ კოლერი. მოიცავა? პერუცი, ტორიჩელი, დინო ბაჯო, გალია, კოლერი, კარერა, დიკანიო, დევიდ პლატი, ვიალი, ბაჯო და მიოლერი. დევიდ პლატიც იყო მაგ იუვენტუსში. კაი. რობერტო ბაჯო, ენდი მოლერი. და კეთილსა გოლი გატანე 6-1 წაგებული. 6-1 წავაგეთ, გოლი გავიტანე მაგარი. არა, ეგ ძალიან მაგარი. და ტრაპატონი ისა. ოღონდ შეცვლიდან კონტე, რავანელი, რამპულა, დემარკი და მაროკი არ გამოიყვანეს კიდე. რავანელი კონტე შემოვიდნენ, გაიტანა იმ გოლი კიდე. ამათ საწყლები. არის. მაგიوان მე მოიგო UEFA-ს მაგწელს ფინალი მოიგეს. აი ხა UEFA-ს და ევროტურნირებიო და ხო არ გადავიდა იმ ფილდზე. აი. ეგ უკვე კეცმა წასულია შენ თამაშობ და მე ხა ნახი მაქვს ვიდეო, წაკითხული მაქვს. ეგ მეც არ მახსოვს. არა, მეც არ მახსოვს. აი რა მოხდა მაგ თამაში. რაც ეს ფაქტობრივად ხა ვინც არ იცის რომ მოუყვეთ იყო ეგეთი ამბავი რომ მე არის ეგეთი ვიყურებს და ეგ არ იცის. ნუ აი იქნება ახალგაზრდა ფანი. დინამო მოიგო პირველი თამაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისში. ბელფასტის ლინფილდთან 2-1 გოლი შეაგდო შოთი, გელა ინალიშვილმა.
გასვლაზე ერთ-ერთი ვითამაშეთ. იმადგან ვინ გაიტანა? ახსოვს იმადგან. იქაც ჩოთიმ გაიტანა ერთ-ერთი და გავიდა ეს რა ქვია. კოპენჰაგენზე დინამო. ეხლა რა ხდება მე? ლიმფი და არჩი კადრი თუ გაქვთ, ახი ავტობუსის კადრია და ესე ვაკეთებ. რო შევდივართ. ხო და ეგ მაინტერესებდა რა ბურძგლავს ეს ხალხი. რა განწყობა იყო ეგ? ეს ავტობუსი ნელამიდის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია და ბურძგლავს, ესე ვაკეთებ. ესეთი კადრი. მოდო პირველი თამაშია დინამოსი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე. სავსე სტადიონია. 18 წლის ბიჭები ვართ, როგორ ბურძგლავს ყველა ბურთის მიღება. ის რა შენი გოლი ყველას ექნება დანახე დარწმუნებული. ყველას თუ ბერს ძალიან. თუ არ გაქვს მაგარი ხო, კი, მაგარი გოლია ძალიან. მაგარი გოლია. ეგ საფასხო მატჩია, ხო? ზაში გელას ვაგინებ, ხო, სად მაძლევ მეთქი სად ხარი ჯონსტონია, რომელიც აგრეთვე იშვიათად უყურებს ხოლმე ლავდინამოს ასეთია, ჩვენი თამაშობს. არველაძე დარტყმა არის. შოთა არველაძე, მანუ შოთიკო მასე უძახიან მეგობრები. აი კიდევ ერთხელ ვისაც კარგ შესაძლებლობა განმეორებით ნახოთ ჩვენივრად ორი მცველი ჩამოიტანა და მარცხენა ფეხით მეგარისაგან დაბალ მარცხენა კუთხეში. საჯი, თურქი საჯი გვარა ერმან თოროღლუ ამბობს რომ მოკლედ თამაშამდე თბილისში როცა დინამოს წარმომადგენლები დელეგატები შეხვდნენ და ჩვენ შეხვდით ერთმანეთს და დინამოს წარმომადგენელი წაგვიყვანა მანქანით სასტუმროში. მანქანიდან გადასვლისას გვაძლევს ორ კონვერტსო გატენილი დოლარებითო და მიდისო თვითონ. მოსყიდვის ამბავია რა. ეს მერე მიიტანა უკვე მატჩის დელეგატთან და UEFA-მ მოგცა დისკვალიფიკაცია. აბა იმას ხوار ეტყოდა რა ქვია, მაგრამ ამით რაღაცა მიყიდე და ჩამომიტანე თურქეთიდან. თუ შეიძლება მე. არა, ხო, მოსყიდვის ამბავი და ამის ამბის გახმაურების გამო დინამოს მისცეს 2 წლიანი დისკვალიფიკაცია. მე კი შეუმცირეს 1 წლამდე, მაგრამ გამოვარდა გუნდი რა, რომელმაც როგორც მე ყველგან წერია და ყველა ამბობს, საერთოდ არაფერში არ ჭირდებოდა. არც საჯის დახმარება. არც თან არ დახმარებია ეფსაჯი იმ თამაში, არც პენალი არ დადო. აი რა მოხდა მან, ვინ იყო ის? ზუსტად ბადრი ნინუა იყო ესეთი ადამიანი, ბიზნესმენი. აი აქამდე რაზე ვსაუბრობდით, რომ ვაფშე საერთოდ არანაირი გამოცდილება ხო არაფერს არ აქვს რა. რა გაქვს გამოცდილება, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციო საჯს და საჯთან ადრე ერთ-ერთი ჩემპიონები ვართ სოფლიოში ალბათ ყურადღების მიქცევაში. აი მაგალითად პატივისცემა და ყურადღების მიქცევა. ეხლა ნუ პატივისცემაზე შეიძლება ჩვენ ტრადიციულად გვევასება და მოგწოს ადამიანის პატივისცემა, მაგრამ როგორი პატივისცემა? აი მაგალითად ნებისმიერ იმაში რა როგორ შეიძლება საათს ცე პატივი. წახვიდე და პირდაპირ მიცე, ტიპი იცოდე რომ ფულს იღებს და იცოდე, იმიტომ რომ გუშინ ითამაშა დაუშვათ CSKA ტორპედომ არ ვიცი და გაიგო რა შენ ხარ იცი ქრთამს იღებს. აი პირველად გვაქვს შეხება აქეთ-იქით. და წამხელა 10 წლიანი, 15 წლიანი, 20 წლიანი საჯების ტიპებიც არსებობდა საქართველოში რა. ვინც საჯის თემას აგვარებდა. როგორ აგვარებდა? იყვნენ პირდაპირ მომგვარებლები, იყვნენ ჩერეს ოჯახით. რა შეიძლება და მოხდა რომ ცოლზე გასული იყვნენ მაგალითად და ბრილიანტის ბეჭედი კი არ ხუმრობ, აი ვინცაც გინდათ ის მოიყვანეთ და კითხეთ რა. მე ცოტა ბანალურ რაღაცას წავედი, მეთქი KP და არა, მოიცა მოვალ მაქამდე რა, მოვალ მაქამდე. მე ხა ის ბეჭედი რომ მიიტანეს სახში და ცოლს რომ მიცეს. ქართულ ცოლს და რუს ცოლს შორის განსხვავება არის. აქ შეიძლება რუსმა გითხრას რომ მე ეს ავიღე და არ მაინტერესებს, რაც გინდა ისკენი, ეს ორი პენალი დადევი ხა. მაგრამ ქართულმა ცოლმა რო აიღო ისა ბეჭედი, შეიძლება ეგრე ომახიანად ეხა ვერ უთხრა ძმო, შენ რაც გინდა ისკენი, ხა როგორც გინდა ისე დადე ეგ პენალი რა. განსხვავებები იყო. მე ეს ტიპი რო ჩამოყავდა, აქ უნდა წაგეყვანა სადღაც. ნუ რა, სად უნდა წაგეყვანა? იყო ერთი პურმარილი და მეორე აბანოები. ხო და საბჭოთა კავშირის ამ სისტემას მიჩვეულ. ხო და არა. ეგ ხო იქ შეხება არა გაგდა. გონია რომ თან მე უყურე ახმა კიდე თუ გერმანელია, რა ვიცი, თუ თურქია მაყუც აიღებს.
თუ ბელარუსია მაყუც აიღებს. ქართველ მსაჯი თუ ჩადის სიტყვაზე ვიძახი გერმანიაში და იქიდან ერთ-ერთი ბელგია იყო ძალიან რომელიც ძალიან მაგრად ჩალიჩობდნენ მსაჯებს ბელგიური გუნდები ის რაღაცა წარსულს ირკვევს რა და იტალიელები მაგალითად ხო რაღაც არის სერიოზული საოპერაციო ჩვეულებრივად ამოიღო არც ამე კი არა თურქია ერთადერთი რა შეცდომაც დაუშვა ერთადერთი 4-ვეს მიცა ერთად თვითონ უნდა მიეცა ცალ-ცალკე არა უყურე პროტოკოლი რა ისინი ერთმანეთსაც არენდნენ ხო ეს ჩამიშვებს მივხვდი ამას სადმე არ თქვას იმას სადმე არ თქვას ეგეც იყო მაგაზეც იყო საუბარი და მოუწიათ მე თქმა და უკვე მე რო შეთანხმდნენ რომ მოდი ერთად ვთქვათ და დავწეროთ რომ ესეთი რამე ესე იგი ეს ამ ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება არ ყოფილა არა ეხლა მე ამ კაცს ვიცრომ წარმოიდგინე მე ამ კაცმა მე რაკ ცქნა რომ ჩავიდა და ამ სადრიშენერს უთხრა რომ მაგარი გუნდი ვნახეო პატარები თამაშობენო დაფრინავენო ბაჭაჭყანები არიანო შემსაჯზე იძახე 18 წლის ბავშვები არიანო და წადით ეს დინამო მოიწვიეთო ეთამაშეთო ან რაღაცა კიდე და მე კეცმაც არის რამოდენიმეჯერ ტრაბზონში მე მგონი 1-2 ნაყოფი ამ ხანაგურ თამაშზე მაშინ ჩვენ კიდე ძირითადში ვერ ხვდებოდით და შუა ტაიმში მე დააჩი არ ტყავდით მაკრატელებს რაღაცებს სანამ გუნდი გადიოდა პირველ ტაიმის და მეორე ტაიმის შორის 20 წუთი მე დააჩი მას ვითამაშეთ რა მე 1 წლის მერე ესე რომ წავიდნენ ჩვენ დინამოში დავიწყეთ თამაში და იმ თურქმა უთხრა იმათმა გაიხსენეს რომ ეს ბავშვები არიან ძალიან მაგრად რო აქ რო ჩამოვიდნენ 20 წუთი თამაშეს შუა ტაიმებში მაკრატელებს და რაღაცებს და კაი აქეთ იქით რა მოკლედ რა ნუ და ერთმანეთს და იმასქნეს რა მოაბეს ეს კუდები რა და ქრთამის აღება და ფულის მიცემაც უნდა გწოდნოდა იქ როგორ ნუ ეთყობა ცოლებზე ვერ გავიდნენ გამოუცდელობა თორე ჩვენთან ხო ეგ ქრთამიც არისო ეგ ანუ აი როგორ არისო რა ეს ქრთამი არ არის აი ხო ვიღაცას აი რა ატრაკებ რა ქრთამი არ არის ფულს ვინ აძლევს ეგრე რა მაგრამ ჩვეულებრივ ყველა მაგას აკეთებდა რა ხო ანუ აღქმების პრობლემა იყო რა შენთვის ეს არის 1-5 კონიაკს და იმას ხვარ მიუტანდნენ რა რაღვი ჩადიოდნენ და ხუმრობის ის არის ყოს ველოსპორტში ყველა დოპინგზე რო არის რაღა აზრი აქ ანუ ყველა დოპინგზეა ესე იგი არავინ არა დოპინგზე ხო ერთნაირი ისა აქვს ყველას რა ქვია სტარტაპი ხო და შესაბამისად ეს ამ თამაშის მერე ჩვენ არაფერი არ ვიცოდით საერთოდ არაფერი არ ვიცოდით ჩვენ ისე ვითამაშეთ პირველი თამაში და ისე ვითამაშეთ მეორე თამაში დინამოში იქ ლინფილდში ლინფილდის წინ მოყოლილი მაქვს რა რთული სიტუაცია იყო ძალიან ბელფასტში ეს ტერორიზმი ირა და აფეთქებები და ჩვენ სასტუმროების შუშები ჩაინტრა და ჩვენ ღამე 3-ზე გამოვედით გარეთ მაგრამ ნუ ხელმძღვანელობამ რა დინამოს მაშინ ზაზა ვებხვაძე გიასვანაძე და რა ქვია მერაბ ჟორდანიამ იქ რომ მიდიოდა FIFA UEFA რასა ითამაშებთ არ ითამაშებთ თბილისში გაუწიეს რა ანგარიშ ჩვენთანაც არავის არ უნდა ხოლმე ჩამოსვლა რა თბილისში რა ხო არის ყველა სიტუაცია მსხვერპლია და ცუდი აქეთ ომი იქით ის აქეთ იქით და ჩავედით რა ჩვეულებრივად სხვათოში ირლანდიელებმა მაშინ დააფასეს ეგ ისა რა რა ქვია თამაში რომ მორჩა ჩვეულებრივად გზაში რომ ჩამოვედით უკვე თბილისში ვიყავით კოპენჰაგენზე ფიქრობთ რომ მახსოვს ხო უკაით ჩემთან იმაში საძინებელში დოლიძეზე ატყდა ერთი ამბავი რა რომ მოხსნეს უკვე ლელო წერს უკვე ის წერს უკვე ეს წერს და ყველა იძახის რომ რა ხდება ჩვენ ურეკავთ ვეძებთ მერაბს რომ და უკვე მე მგონი ნოდარ ახალკაცი და მერაბ ჟორდანია უკვე შვეიცარიაში არის და ნუ ეხა ეთყობა იმდენად ის იყო რა ეს სუბთან ამუშევარი ანუ აი ეს რაღაცა უშუალო ფულის გადაცემა რომ ნუ შანსი აღარ იყო ხო რა თავის დაძვრენის ხო არა თავის დაძვრენის კი არა იმის ახსნა რომ ეს ანუ თამი არ არის არც საჭს უმოქმედია რაღაცა არც ზაგჭირვებია სიტყვაზე და გადავჯეკეთ რა თანაც თამაშის წინ არ იყო თამაშის მერე იყო ხო თამაშის მერე თამაშის მერე იყო ჩვენ რამდენადაც ვიცით თამაშის მერე იყო თამაშის მერე იყო არა მე მგონი არა
რატომღაც ეგრე მახსოვს, ხო? უფრო პადაგრევის ის იყო რა ძმებო. მადლობა და რაღაც ჯიგრები ხარ და რაღაც. ხო, არა, პრინციპში თამაშის მერეც არ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ შეიძლება შეუტანხმდე მანამდე კაცს და უთხრა რომ იცი. ხო, ეს მობმაც რომ ერთად 4-ვეს ერთად მიცეს, შეიძლება უფრო ამყარებს ამ იმას, რომ აი ცალ-ცალკე რომ მიეცათ ყველასთვის. მიხვდი შეიძლება რომ დამთავრებულზე უფრო, თორე მეორე თამაში ეგენი ხო არ იმსაჯებდნენ რა. ზუსტად არ ვიცი ხან არა ვარ მაგის მონაწილე, უფრო გაგონილით ვიცი ეს ამბავი და დაგვაჯარიმეს 2 წელით. ხო მე შემცირდა, მაგრამ და მე ვიღა. არა, უკვე მე რა მოხდა ჩვენ წავედით. ნუ ეს წელი იყო კატასტროფული ჩვენთვის. იმიტომ რომ ეს აი ამის გავლა ყველაფრისო ჩვენ თბილისში, ჩვენ რო აეროპორტში დავჯექით და ლინფილდიდან ირლანდიიდან რო ჩამოვედით, ხალხი ტრაპზე დაგვხვდა შიგნით. აი როგორი გამარჯვებულები ჩამოვედით, აი 100 არ გვიჭირავს ხელში რა. და ეს ისა რომ აი თბილისში ყველა ვინც გინდა ის ჩამოვიდეს და თან ახლა თამაში სტატისტიკითაც იმითაც ამითაც აი ძალიან 2-1 კი მორჩა, მაგრამ მე მგონი ბევრად არა 100 უნდა მორჩენილიყო 100 მართლა რა. არა, შემადგენლობაც ვაი. ამდენი მომენტი არ მქონია და ამდენი შემთხვევები მე მგონი იყო ეგეთი შემადგენლობა იყო. ხო, კალათბურთში არ დააყენებ ამდენს რა. ეხლა ნახე თბილისის დინამო ლინფილდის წინააღმდეგ სასტატო 11-ე. აქ კიდე უფრო მეტი მცველია იქ არის ზოიძე 1 თუ 1-ია ყოლოდ. მეკარე, ხო. 3 მცველი, ლობჟანიძე, შელია, ინალიშვილი. ინალიშვილი არ არის დავწვა. ხო, არ არის, მაგრამ გულისხმობ რომ 3 დგას. ხო, მაგრამ არ არის ნახევარი. მორჩა აქ დაცვა. ეხლა წავიდა ყველაცი. ნემსაძე საყდენი. ინალიშვილმა მაგ თამაში გოლი გაიტანა და ასისტი გააკეთა. არ არის დამცველი წარმოიდგინე. 2 მცველი იყო მაშინ. 2 მცველი. ნემსაძე, ჯამარაული კინკლაძე, ყაველაშვილი, რეზია რველაძე, შოთი და აჩიცი. ნუ ყველა ეს ისეთი შემადგენლობა რომ ნუ ვაწყენიებთ რა ჩვენ ბიჭებს რა ყველა რომ მოხდეს შემადგენლობაში. მაგრამ ვინ არის ისა? სათადარიგოში ვინ არის? ანჩაბაძე, ბესიკ ბერაძე, გოჩაჩიკოვანი, ნიკა ჩხეიძე მეკარე, გივი ქველაძე. ანჩაბაძეა შემოსული მარტო ერთი ცვლილებაა გაკეთებული. ცენტრალური დამცველია ქველაძე. მარცხენა მცველია გოჩაჩიკოვანი. ჩიკო ალბათ თამაშობდა და თან პლუს თამაშობდა მარცხნიდან. ანჩაბაძე 10-იანია პრინციპში. შემოყალია მაინც შემტევი ნახე უნდა. ბერაძე არის დამცველი. დამცველი. და ვინ თქვი კიდე? ბესიკ ბერაძეს. ხო, ბერაძე და ანჩაბაძე და 5-ია ხო სულ? კი, 5 იყოს კამზე. მოლდოვასთან აი ახლა რო წაიგითხე, ლობჟანიძე და ის ხო თქვი რომ ინალიშვილი კაი მართლა არ იყო ისა და იქ ლობჟანიძეს ნაცვლად ნემსაძეა ჩათვალე და კიდე ერთი შემტევია დამატებული. წავიკითხავ ახლა, მოიცა. ზოიძე, შელია, ცხადაძე, ნემსაძე წერია. შელია ცხადაძე, ხო? ნემსაძე წერია მესამე მცველად, მე ჯამარაული, გურული, კინკლაძე. ყაველა, რეზი და წინ თქვენ. რეზი არის ყველაზე დაცვითი ფეხბურთელი ამ მატჩში. ეს რას რეზი ბიჭო. ყველაზე დაცვითი. ჯამარაული, კინკლაძე. ბულგარეთი და მე გეტყვი. რას შენ არა? მე რატო არა ვარ გეტყვი. ხო, რატო არ ხარ ამ თამაშში? არც კამზე არ ხარ. მალტის ტურნირზე ხო. წავიდა საქართველოს ნაკრები. და გამომიძახეს რა. და ჩვენ ეს არ იყო ოფიციალური თამაშები, გაიგე და კიბზე ქონდა თამაში, ჩემპიონობაზე მივდივარ და კალენდარი ხო იცი მაშინ ჩეულებრივად იყო, როცა მაგარი მნიშვნელოვანი თამაში ქონდა და იქით იყო. უნდა წავსულიყავი ერთი თამაში უნდა მეთამაშა. მე იქ და მე უკან დაბრუნებულიყავი კიბზე რა. წავედით ჩვენ ერთი ტურნირი იყო რა. ჩვენ ერთი თამაში ვითამაშეთ, მოვიგეთ პირველი თამაში და უკვე შანსი მოგვეცა იმის ჩემპიონებისთვის და მეუბნებიან რომ არ წახვიდეო, არ იმას ვიზამთო, რა ქვია, არ გიშვებთო რა. ნუ ხა რა ვარია იქ? შეთანხმებული რაღაცა, ეს ამხანაგური თამაშები ჩვენ ჩემპიონებაზე ვიბძვით. თუ გინდა არ გინდა, კაროჩე უნდა დარჩეო რა და მე ვთხარი არა შანსი არ არის მეთქი არ დავჩები და ავიღეს უკვე და წავედი. კიბზე. დაჟის გამო და არ გამომიძახეს ამ თამაშზე რა. მართლა? ხო და იქ რო ჩავედი. წავედი თამაშზე, იმდენი იწვიმა, თამაში გადაიდო რა. წავედი კიბზე, ისე იწვიმა. ხომა ჩარტეს ყველას ხება. იმდენი იწვიმა, თამაში გადაიდო რა. აუ, მეთქი. არა და კეცვა რო ყოლო და მაგ თამაშზე მოლდავეთთან მარტო ერთი 18 ჯერეს დაარტყავდა კარებში ვერ მოვარდით კარებში. ისუში დავანგრიეთ ისედაც მილიონი მომენტი ჰქონდათ. ეგ თამაში. ეგეც შემადგენლობა რავი აი. მაგრამ ეხლა მინდა
პერსონალურად ერთმანეთთან თამაშსაც გკითხოთ. იქ ფორუმზე პირველად რომ ერთად ისხედით, მაშინ თქვი რომ პირველი გოლი თემურის პასით გავიგე და იმის მერე ამის პასით მოვდივარ. გოლი შენახული ბაქეგისა. კარის უკან დგას აჩი. ჯინსის კურტკაში. შეიძლება ის ბრემენის ჯინსის კურტკა ახია ვიღაცას ისე ციოდო ეთქო. და მე იფო იყო ტრენერი, შემიყვანა ბოლო ნახევარი საათი და ვის წინააღმდეგ იყო? ტორპედო ქუთაისი. და ნუ მაშინ ის იყო რა, ეგ ტორპედოსაც ქართული კლასიკო. მარტო გამოუგო ამან. და ბოლოს მაძლევს მეოთხე გოლზე, მე პას რა საჯარიმოში ტრიალდება და ესე მიტოვებს და ერთი შეხებით ვიტან გოლს რა და ქუთაისია თუ თბილისში? არა, თბილისში დინამოზია პირველი, ჩემი პირველი თამაშია თან. ანუ პირველი გოლი კი არა, პირველი გოლთან ერთად პირველი თამაშია და შესაბამისად პირველი გოლი, პირველი თამაში, პირველი მოგება, პირველი ეს რაღაცა დინამოს ისტორია, კეცფას პასი, აჩის ჯინსის კურტკა. და მე როგორი იყო, აი პარტნიორობა ერთმანეთ, აი რაღაცნაირად ხო იყო, რომ აჩი რო ყავს, იცი რა სიზამს, გიოძეც იცი, რეზიზეც იცი, თემურზეც იცი, აი რა იყო ისეთი გამორჩეული ფეხბურთელის ეხა რო ვიხსენებთ რაღაცნაირად ჩამოყალიბებულები ვით ვიყავით რა, აი რაღაცა რა ისეთი შეგრძნება რა, როცა იცი რომ ამას აი მაგალითად არასდროს არ მახსოვს რომ აი ვინმე გაბრაზებულიყო კეცბაზე რომ დაუშვათ არა პასი არ მომცეს არის რომ არა ისეთი გამზადებული კუთხიდან რომ და არა, იქ შეიძლება გაესწორებინა და მარჯვენა მარცხენა დაერტყან, წამოიღო 1, 2, 3 და ხო უნდა გაცე რა. მაგალითად მე არ მახსოვს წურთნელი, რომელსაც ეთქვას რომ გაიხსენეთ რა, რომ დაუშვათ გიომ შეიძლება ზედმეტი გააკეთოს. პირველივე იმის დროს არ ჩააწოდოს. მაგალითად ან აი კეცბას ან აჩის რო აქ შეიძლება აი ხშირად შეეხოს ბურთს. ჯამარაულმა შეიძლება აი ორი კაცი მოატყოს და მერე მოგცეს პასი. მიხვდა იმდენად რაღაცა იცი ყველაფერი შენ ჩვენ იმდენად აი დილიდან საღამომდე ერთმანეთში იმდენს თამაშობდით რომ და აი ეს რომ აი ერთმაი მაგალითად ვიცოდით რომ აი უკნიდანაც აი ძალიან ცადაძე რო აიღებდა აი ძალიან მარტივად მაშინ ამას იცი რა ერქვა რომ პლუსად კი არ პლუს კი არ ერქვა რომ ადამიანმა იცოდა რომ ეს უნდა აიღოს და რა შეიძლება ხო აი 15-20 10 მეტრიანი პასით ამ აი პირველი ზონიდან ამოვიდეს მეორე ზონაში და მიცეს პასი. შელიას უყარდა გრძელი პასი მაგალითად და რომ მიიღებდა ხოლმე უყარდა ეს თავს აწევდა და ხო ხვდები აი რაღაცა თითქოს იცოდი რა რომ აი ეს ამას გააკეთებს იმას გააკეთებს შესაბამისად რომ მე რა ამაზე ანალიზი ფიქრი ერთმანეთის ეს რაღაცა ხო ხვდები ეკრანი რა მეც მქონდა აი შოტისთან კაი მქონდა რომ აი ბურთი რო შოტიზე მიდიოდა ხო უკვე მე მოძრაობას ვაკეთებდი ხო შემეძლო დატოვება და მომზადება ბურთის დასარტყმელად და რაღაცა ხო ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას რა საერთოდ ფეხბურთი ძალიან ის არის რა რომ აი შეთამაშებული ხარ შოტისთან მიდის ბურთი და მე მოძრაობას ვაკეთებ რომ ან ეს ბურთი დამიტოვოს ან კიდო იცი რა სიზამს და ხო იცი რა სიზამს რა თუ არის იმის საშუალება რომ დაეტოვებინა რომ მე კარში დამერტყო ეგ მომენტები აი ეს შეთამაშებული ვიყავით რა აი იგი რაც დემეტრაძეზე რო აიღო სიტუაცია რომ აი ფლანგზე რო აქვს ბურთია წირო ტიპი უდგას იცი რომ პაციბას გააკეთებს ხო უნდა დაელოდო აი უნდა გააკეთებს აბრაზდები რა თუ გააკეთე იცი რომ მაგას იზამს ხო თან აცალო იმიტომ რომ პირველივეზე რომ გაიქცე წინა იმაზე რა კუთხეზე შეიძლება იმან უწევ პაციბა გააკეთოს მოტრიალდეს და არა თამაშგარის გარდა უკვე ჩარბენილი გაქვს და უკან ვეღარ ამობრუნდები რა ახლიდან უნდა დაიკავო პოზიცია იმიტომ არის რომ კაი რომ ეგრევე პადაჩ რომ მოდის ჩაწოდება ბურთს ხო იქ უკვე მზად არ არის დამცველი გაიგე ხო მე კარეზა მოტეხავ ერთ და უკვე მზად არის ელოდება რა ეგეც ბურთს რა და ამ დროს მიდის და უნდა რომ ჩააწოდოს ეგრევე რო აწვდის ხო დამცველი ჯერ მირბის სახით აქით იყედება შენს ვერ ხედავს რაღაცა და აი რეოზეც ვიცოდით ხოლმე რო აიღებდა ხოლმე ბუდეს სტრაფი იყო რევიში ბურთს რო აიღებდა ხოლმე ვიცოდით ერთხელ ჩვენთან საჯარიმოში
ისეთი თამაში აღარ მახსოვს ნაკრების თამაშზე ერთი თნოს ვიგებთ ბოლო წუთებია და ერთი 4 კაც ატყუებს 6 კაც ატყუებს ჩვენთან საჯარიმოში ბურთს არ მოიშორებდა არასოდეს არ გადააგდებდა და ეს გიждდებოდა აი ამთან სწრაფი იყო და ჩვენ ხო იცი გივდით ჩეუყურო და რა გინდა იმპაქტი გინდა ამ კიდო იმას ქენიო რა სადმატაო რა და რაც ყველაზე თქო რა ის იყო რომ ამის ანალიზი არ მიდიოდა ნუ აი ძალიან უბრალო შენ გონებაში იყო მომწე ყველაფერი რა ყველაფერთან ჭამასთან მასთან ძილთან მას შეთამაშების ამბავში ხა მაგისი ანალიზი რთული იყო ყოფილიყო რომ კარგხასიაძე ყოფილიყავ ტოპიული რომელ წელს იყო ნაკრებში ან 6 ან 7 აი წარმოიდგინე რომელი წელია რამდენი წლის მერე 15-16 წლის მერე ვეუბნები რომ გეხვეწები რა ტაქტიკური გავაკეთოთ თამაშის წინ აი ვინ რაღაცა ფუნქციები გავანაწილოთ კუთხური ჯარიმა რაღაცა გათამაშება გახსოვს კეთს რამე ესეთი სიტუაცია არის ხო იცი თუ ფეხბურთის მიეცი იმის საშუალება რომ რაღაცა ის დაგიჭიროს ხო უკვე ხო აი კონდა რა უღეჭო რა ეხლა დღევანდელ ფეხბურთში რა უნდა დაუღეჭო ყველაფერი რა იქ ტაქტიკურად როგორ უნდა დადგეს მინდორზე რა უნდა გააკეთოს როგორ გაიქცეს როგორ გამოიქცეს იმას კუთხურებია ჯარიმებია ეს არის ყველაფერი გაიგე და შენა გონია ჩვენ ეს არაფერი არ ძირითადი შემადგენლობა და გადი და ითამაშეთ. მოდი ერთი ის კონდათ რომ რაც შეიძლება იყავით თავისუფლები რა. შივას დაყიფოს კონდათ ეგა რომ აი სხვა შორის რეზო უფრო ისეთი იყო. აკა გართულება არ შეიძლება. ხო, აი მაგალითად რა. აი ის უფრო იმას გეუბნებოდა რომ აქ ვინც გააკეთებს აი ამას, ის არ ითამაშებს. ხო. მაგალითად საკუთარ ნახევარზე ვინც აი უკან ამას ამაკ მოინდომებს აქ დაიწყებს მეჯდუნოგის იმ რაღაცა ის სისულელეებს რა ისინი პირიქით აი რაც შელომეტი თავისუფლება მოეცა და ერთხელ აქვია უნგრეთს ვეთამაშებით თბილისში და გიო ვერ არის რა ჯანზე რა ეს რომელიც კიტიშვილმა რო დაგლიჯა ეგ თამაში გიო ვერ არის ჯანზე და ჩივა უკვე ისი არის, ანუ ხო რა ემართება გიოზე ხო წარმოგიდგენია, ხო და უკრიდან დაუწყეს რომ ხო თავი ჩაღუნა გიომ დადგა შუაში და ნუ აღარ მოძრაობს რა არის ალბათ რა ვიცი 52 წუთი და უკიდან კოსტავა გაბელია ისე გამოუცვალოთო ეუნება რა დადგავ. აი აკეთებს აი ცეხლა გიო როგორ უნდა გამოცვალოს ხო ხდა ერთი წამი და შეიძლება დაამთავროს გადის ერთი მიიღო იქვე რაღაცა გაცა უკაცარ გამოეკიდა ისო ბიჭო ის ერთია რა გამოცვალოთ ესენი ეუნებია გიო გამოცვალოთ ეხა გიო გამოცვალოთ და ვინ უნდა შეიყვანო რა ძალიან შემტევ შეიყვან შეიძლება აქეთ გაიხე ძალიან დაცვა შეიყვან სახში შეიძლება თამაში ჩაიკეტოს რა და წინ ვეღარ წახვიდე და აი ამ ჭიდაობაშია 67 თუ რაღაცა წუთია და ფეხებს შორი მე იმიდან აძლევს ცკიტას პას რა ესე გაუშლიან და წკა ეგრე ცკიტა იქით კიდევ იმას აკეთებს და გოლს ვიტანმე და აი ამ იმ მეჯდუნოგის ხათრით გამოხედა მასწავლეთ აქ. აი ამას ელოდებოდა რომ ის გააძვრეს რა ერთ წამს მე 3 ერთს ვიგებთ მაგთან. სადგაცურა. ჩვენ ხო აქ ბურთით გქონდა სრული თავისუფლება და რა ითვლებოდა ჩვენთან კარგ ფეხბურთელად რაც მეც გაართულებდი. ანუ თუ არ არის საჭირო ფეხებს შორიდან პასის გაძვრენა მაგას ვიძახოდი რა რეზო რო იძახოდა მიეცი გარეთათი ნუ იძლევით ყველა პასს რა აი ჩვენ ბრაზილიელები არგენ მიეცით რა ბაჩოკით იძახოდა ბაჩოკით მარტივად შიდანაც მie რა 10 მეტრიანი ხა გვარდიოლა რა არ იძახის 10 მეტრი მიეცი რა იქვე რა ახლოს დადექით ერთად კომპაქტურად რა სამკუთხედი გააკეთეთ ხო და ვიღაცას იცის ეს და ნუ სანამ იმან არ გითხრა ვიღაცა უკვე არ ვიცი ჩემპიონთა ლიგ მოგებულმა შეიძლება არ გააკეთო და ჩვენთან რაც უფრო მეც გაართულებდი მით უფრო მეტი ავტორიტეტი ქონდა აქ გვერდზე რა რომ ნახე ამაგარი ხუთი კაცი მოვატყუა მას შეიძლება 2 მეტრიც საწეიციაც მერე კრუიფის ის ნათქვამი რომ
რა ქვია ხუთი უფრო სწრაფია ვიდრე არა ყველაზე მარტივი მარტივად თუ ითამაშო რა მაგრამ ყველაზე რთულია მარტივად ითამაშო 31 რო ხარ და ვაიმე ღმერთო ეხლა რაც ვთქვით რომ 21 წლის ასაკში და 19 წლის ასაკში რომ ვიღაცას ეთქვა რა სწავლობ კარი ღიაა რა რას ამტრევ რა ამკარებს რა რეზო მეცი ერთხელ აქნა დინამოში მოკლედ რეზომ დააყენა ძოძუაშვილა დინამოში შემადგენლობა და არ მოხდა ჯამარა ძირითადში ნემსა არ ვიცი აღარ მახსოვს მე მგონი რეზი და სადღაც მივდივართ რა გასვლა გვაქვს და ჩვენო არ წამოვალთო ავათო თუ არ რატო არ გვათამაშებ ნუ აჰუ რაღაცა ჩაიფარცხა რა რომ ხო არ გაკლიათ ბიჭო რა ქვია თქვენ რას ქვია არ წამოხვალ და წავედ რაღაც თამაშზე რა წავედ 14 კაცი რა არ წამოვიდნენ? არ წამოვიდა ხო და საქართველოს პირველობა და შემდეგი მოვიდა გავიდა კვირა თუ 5 დღე და შემდეგ იმას აკეთებს რა ქვია შემადგენლობას მე კარე დაასახელა აჩი კინკლაძე და შოთიო დანარჩენს იგეთყვით დედას გეფიცი კაი ახლა რა დანარჩენს იგეთყვით წაიყვანოს ყველა. ეხა წამოსული საიმაში გასახდელში 4 საათი ავტობუსით რიკოთი გადავლილი წარმოიდგინე ვიღასურა ვიღა მობრუნდებოდა უკან. იმაში დანარჩენს რო უარი ეთქვა არ მოვდივარ ჩვენზე. ხა გითხრა. კაცი დაასახელა მარტო დანარჩენს რო ეთქვა არ მოვდივარ და არც ერთი. თუ არ გაეკეთებინოს დედაც გეფიცი. რეზო იძახო და ცოლი არ მოიყვანოთო მაგრამ რეზი მოიყვანოს რეზი შვილიშვილები თუ უნდათ რაღა შოთიკობ რეზი მოიყვანოს საოცრებაა ეგ არის უტოპესი ისტორია და დაუძახა მერაბა ზაგა ისტორია მერაბს დაუძახა რომ მოდიო საქმე ძალიან სერიოზული ბიჭო გოგო უყვარ შოთიკოს იძახეს მერე მოგოთხე დაელაპარაკიო დედამის და მამის კიჭას და თამრიკო შენო კარგად იცნობთ ხა მე რო უთხრა რო ისაო რა ფერა უყურებს ეს ასაბობო მიხიჩო რაღაცა ოჯახი აქეთ იქი შვილიშვილები უნდათო მერა უნდა მერე თუ უნდა შვილიშვილები მოიყვანოს დრესიკო ალბაგარია ბოია ბევრი ბიზნესის გამო რა ისტორია და რეზიკოც როგორ იჩაგრება მაგამ ის იმან გაწოიხა ზაცგიდა ისკრა თავში ყვა იყალოს იმას გას ზაგაია მოდი ხა შევკრათ ეს ყველაფერი მაუნთ რაშმორის 4 დიდი ტიპი უნდა ავირჩიოთ თქვენი დინამოდან აი ხა შენ გითამაშია ჩივაძესთან გაბელიასთან იმას აი 4 ყველაზე მაგარი ტიპი ვინ იყო შენი აზრით ვისთან ერთად შენ გითამაშია საერთოდ საფეხბურთო კარიერაში არა დინამოში შენი დროის დინამოში მე 4 კაც ვერ ვიტყვი რა მე რომ მივედი უფრო მეტი იყო რა იმ დინამო 91-ის დინამოდან რომ ეხლა ვიღაცას ვერ გამოვტოვებ კი არა ზაბერი იყო კაკილაშვილი იყო ჟუაჟა ჟუანია გიწევს ვიღაცაო და გაწირო კაბეჩია სულაკვეძე და შენგელია ხა მე მაგათ მეც ვიტყვი მოდის ვიტყვი შენ არ გეტყვი მოდის ვიტყვი სხვა ყველასთან მაგრამ ხო გასაგებია მაინც კარიერასაც მაინტერესებს ოღონდ უცხოელები როა მარტო უცხოელები რო ვთქვა ნუ ალან შირერი ხო ბოდიში აუ ფრა გადარ ალან შირერი სოლანო ფილიპ ალბერტი ბელგიელი და შეიგივენი რა ჟინოლაც ხომ მოუწია არა ჟინოლა არისო მე მივედი და ჟინოლა წავედი და მე მივედი კაი შოთი შენი დინამო ვინ არის 4 ყველაზე მაგარი იყო რა თქმა უნდა კეცპა იყო გიო აჩი არ იყო იმიტომ რომ მაგ დროს ფეხით კიოდა და ეს ბევრი ვერ ვითამაშეთ ერთად ხო და ალბათ მე არც ხადაძე აღარ მომესწრო მე დოგერი ნაკრებში აინტრახტია უკვე ხო ნუ ალბათ ჯამარა და რეზი რა ეთიოპიაში ახდებოდა არა ცუდი არ იყო სიმართლე გითხრა რა კი რაღაც თამაშებს ვითამაშეთ
გადარჩით იმითი რა ქვია ვირუსით. ვირუსით კი აცრილები ვიყავი და ესე რომ შენ როდის გაგივლია აცრაში? პრობლემა არ მქონია რა. რამე პირველი უცხოეთში გასვლა რა, ეთიოპია. მოსკოვში იყავი ნამყოფი კეც? მოსკოვში. არა, აი სანამ მაგ პირველი უცხო ქვეყანა. წრეზე წახვედი მოსკოვში იყავი უკვე ნამყოფი. რუსეთი თუ რა იყო? არა. სოჩაში? სოჩაში კი. კი. სოჩაში მაქსოს სპორტული სკოლა ინტერნეტში რო ვსწავლეთ, იქიდან წაგვიყვანეს და ტურნირზე? კინოშიც ვიყავით, აჩქებს რო იკეთებენ და ვიცი. აი ეგეთი. 3D? მაშინ უკვე იყო კაცო? აი, კინოში ვიყავით. ემანუელაზე იყავით თუ რა? ორი. უკვე გამოსული იყო ემანუელა. პირველი გამოსული იყო. იგივე თვალებსაც ადიდებდით და ვახ, ბევრი ვიცინეთ, ბევრი კაი ამბავის გავიხსენეთ. ახალი ამბებიც გავიგეთ ზოგმა ალბათ და მადლობა თემურს. ძალიან კაი იყო. შოთი, უდიდესი მადლობა და დატო შენ. თბილისის დინამო. ეს იყო თბილისის დინამო, რომელი წლის ვერ მოგვიტანეთ. ყველაფერი ცოტა რა. თუ ვინმეს გაქვს ძველი დინამოს მაისური, მოგვეცით, არ ვიცი, გვაჩუქეთ, მოგყიდეთ, ჩაგვაბარეთ. გვაცხობთ რელიქვიები, არტეფაქტები. გვათხოვეთ ნებისმიერის რა, გასაგებია ყიფიანი და ჩივაძე და მესხი და მეტრეველი და ხურცილავა და ძოძუაშვილი. არა, რავია, ცხოვრებაში და ცხოვრებაში და მანუჩარ მაჩაიძე და რა ვიცი, რა დარასელია და ჯენგელია გუცაევი. მე თუ ოს უნდა ვთხოვ არა აქ მაიკა. მადლობა. შენ ეგ ეპიზოდო.